ჩვენი მხარდამჭერი სოკარი, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. დღეს სტუმრად არიან ჩვენთან ბაჩო ციკლაური და თორნიკე ანოქიძე. ბაჩო ციკლაური იცის უკვე ჩვენმა მსმენელმა. 12 რაუნდის დამფუძნებელი, ლექტორი და თორნიკე ნუტრიციოლოგი. თორნიკე ანოქიძე ხო შემეშალა რა ხო სწორად ყველაფერი. და დღეს ვილაპარაკებთ იმაზე რა არის ნუტრიციოლოგია და როგორია სწორი კვება, ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს. მეც დიდი ხანია ეს თემა მაინტერესებს და აცებს ვიკვლევ ხოლმე და ვკითხულობ, მაგრამ დღემდე აღმოაჩენ ხოლმე რომ რაღაცა თუმე ძალიან არასწორად ვცოდნია და არასწორად ვაკეთებდი, ამიტომ ამაზე ლაპარაკი ყოველთვის პერიოდულად საჭირო არის. ჯერ რო ვთქვათ რა არის ნუტრიციოლოგია, მე თქვენი საქმიანობის შესახებ 12 რაუნდში არის პროგრამა ნუტრიციოლოგიის. და ამაზეც რო ვილაპარაკოთ. ოკეი. ჯერ მოდი ნუტრიციოლოგია რა არის? მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ალბათ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის რა მოზდის საკვებს, როცა ადამიანის ორგანიზმში მოხვდება და საპასუხოდ ადამიანის ორგანიზმი რა პასუხს აძლევს მიღებულ საკვებს, მიღებულ ნუტრიენტებს, მიკრო და მაკრონუტრიენტებს. ანუ როგორ ხდება ურთიერთთანაცხოვრება ალბათ საკვების და ადამიანის ორგანიზმის, იმიტომ რომ რეალურად საკვები არის ინფორმაცია, რომელსაც გარემოდან ვიღებთ. ასე რომ ბევრი წერტილია. გიორგი როგორც შენახსენე, მათ შორის შეიძლება გაგიგვირდეთ, ალბათ გაგიგვირდეთ. ჩვენ ზუსტად იმ პოზიციაში ვართ, სადაც უფრო ღრმად ჩავდივართ, მით უფრო ვხვდებით რამდენი რამეა კიდევ წინ, რომელიც ან ჩვენ არ ვიცით, ან საერთოდ ჯერ ცნობილი არის. ასე რომ უზღვავი ინფორმაცია და უსრულებელი განახლებული ინფორმაციით. ხო, ცოტა უფრო ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, არის რა გვასუქებს და რა არა. ძირითადად რაც გვაინტერესებს ნუტრიციოლოგიიდან, არა პროფესიონალ ადამიანს. რა გვაძლევს ენერგიას და რა არა. ალბათ უფრო ესე იქნება სწორი, იმიტომ რომ წონა და კვება არის ხოლმე პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან, მაშინ როცა და ჯანმრთელობა შემდგომ. ანუ მე თუ გამხდარი ვარ, მაშინ ჯანმრთელი ვარ და მე თუ ჭარბი წონა მაქვს, მაშინ ჩემ ჯანმრთელობის პროფილს ეხება საფრთხე. მაშინ როცა შეიძლება ვნახოთ ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი სხეულის მასის ინდექსი, ან ჭარბწონიანია, ან მწუქანი, ოღონდ მწუქანია როგორც ეპითეტი, არამედ როგორც სამედიცინო BMI-ის მიხედვით დახასიათება. შეიძლება მქონდეს ჭარბი წონა და ამასობაში ვიყო მალნუტრიციის ქვეშ, ანუ საკმარისად ნაკვები არ ვიყო და ამასობაში მქონდეს ჭარბი წონა. ასე რომ ბევრი კვება და ნაკლები ჯანმრთელობა, ნაკლები კვება და მეტი ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ არ ასოცირდება ხოლმე. კარგი, შენ ეს ცოდნა რამე კონკრეტული განათლება სადმე მიიღე თუ შენ მოაგროვე დროთა განმავლობაში თუ? ხო, პირველ რიგში ამ სფეროში ჩემი პრობლემის გამო მოვედი. ჭარბწონიანი მოზარდი ვიყავი, ბევრი არაადეკვატური კვებითი არჩევნის ფონზე. მერე დიეტები ვცადე, რომელიც ალბათ ჩემს გასოდნება, ან მაყურებელს ესოდნება მსმენელს. ერთ კვირაში 7 კილო და 7 კილოგრამი და მეორე ორ კვირაში პლუს 14 კილოგრამი, როგორც ხდება ხოლმე, ამას მოყობა არაერთი ციკლი. მოკლედ, ბევრი არაადეკვატური გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, შემდგომ სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი, სამედიცინო განათლების ფონზე უფრო გაიხსნა რაღაც კარი, რაც აქამდე დაკეტილი იყო ჩემთვის, განსხვავებული ტერმინების გაგების ნაწილში. შემდგომ უკვე ჩავუყევი კვლევის ნაწილს. გავიარე გადამზადებები და მოვედით ახლა იმ წერტილამდე, სადაც ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიასთან ერთად გავხსენით Nutrition Academy of Georgia, სადაც კვების კოუჩინგის, ანუ ერთია რა ხდება მეცნიერებაში, რა ხდება მაგიდაზე, მეორეა როგორ შეიძლება გადმოიტანო ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. აი ამ პროცესებს მიუძღვებით. და ამის პროგრამა არის 12 რაუნდში ხდება ამის სწავლება, ხო? ერთად არის ეს ყველაფერი კოლაბორაცია 12 რაუნდი და Nutrition Academy, ერთად ვაკეთებთ ამას, რასაც ქვია სპორტული ნუტრიციოლოგია. გარდა ამისა, ჩვენი კურსები გვაქვს, თორნიკეს თავისი კურსი აქვს, რომელიც ანუ ითვალისწინებს ორ მიმართულებას, ეს არის საბაზისო დამწყებებისთვის და შემდეგ უკვე მოდის კოუჩინგი, სადაც ანუ კიდე სხვა მიმართულება არის, უფრო მართვას ეხება ეს ნაწილი, ხო, ყოველდღიურობაში. ჩემთან უკვე სამწნელო კურსი რაც არის, ანუ მწნელის კურსში იქ შედის ძალიან მცირედი რაოდენობით ნუტრიციოლოგია, იქიდან გამომდინარე, რომ მე და შენ ხშირად გვისაუბრე, რომ მწნელი საქმე არ არის კვების რაციონის შედგენა და მით უმეტეს მართვა. ხო. შესაბამისად გავდივართ იმ მაკრო და მიკრონუტრიენტებს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს, გავდივართ საკვებ დანამატებს, რომელთანაც პირდაპირი შეხება აქვს და მე და თორნიკეს გვაქვს ერთმანეთთან გაცვლითი ლექციები გქონდა აქამდე და გვექნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ნუტრიციოლოგია
ფართო გაგებაა, ფართო მეცნიერება არის და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს და ყველაზე დიდი ნაკლებობა რისიც არსებობდა ეს არის სპორტული ნუტრიციოლოგია, გადავწყვიტეთ რომ ეს მიმართულება ხელში აგვეყო. მეც გეტყვი რომ ჩემი მიმართულება ნუტრიციოლოგიაში არის, ნასწავლი მაქვს მე სპორტული ნუტრიციოლოგია და ფსიქონუტრიციოლოგია თავის გადამზადების პროგრამებით და მენტორის უფლებით და შესაბამისად გადავწყვეტეთ რომ ესე ვეძახით ხოლმე ყოფითი და სპორტული ნუტრიციოლოგია დაგვეჯამებინა და გვეთქვა ადამიანებისთვის რომ ოკეი შენ თუ ხარ ტიპაჟი რომელიც უბრალოდ რაღაცა გინდა მოაწესრიგო შენ ცხოვრებაში გაერკვე როგორ იკვებო და ასე შემდეგ ამაზე ხო გზას გაჩვენებ მაგრამ შენ თუ პლუს ამასთან ერთად ხარ ფიზიკურად აქტიური გინდა დაბალი აქტივობა გინდა მაღალი აქტივობა გინდა პროფესიონალი სპორტსმენი ხარ ამაზეც ვისაუბრებთ და თავისთავად სპორტული ნუტრიციოლოგია ამას ყველაფერს მოიცავს. ხო, სპორტსმენს სხვანაირი რეჟიმი აქვს ცხოვრების და სხვანაირი კვებაში სამოსად არა მარტო სპორტსმენი, ახლა ფიზიკურად შენ აქტიური ხარ, ხო და დარბაზში საკმაოდ დიდ დროს ატარებ. შესაბამისად შენი კვება განსხვავებული უნდა იყოს იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც ერთად ფიზიკურად აქტიური არ არის და დარბაზში და ისედაც მოდი ყოველდღიურობაში დარბაზს თავი დავანებოთ, ყოველდღიურობაში ფიზიკურად აქტიური არ არის, ხო? ხო. კი ბატონო, დავიწყოთ იმ შეკითხვით, რომ ყველაზე გავრცელებული მითი რა არის, რაც აი გვხვდებათ ხოლმე ყველაზე ხშირად და ყველაზე ცუდად ყურში. მაგაზე ძალიან ბევრი ამასეთება შოს ქონდა იმენა დაგროვდა ეს მითების კონცეფცია. ჩავატარეთ 2 დღიანი ვორქშოპი, სადაც 12 საათის განმავლობაში ბოლომდე ვერ სამოუწურეთ ის მითები, რომელიც ყურში გვხვდება და ყველაზე მეტად გვტკივა. ყურში გვხვდება რას გულისხმობთ? რეალურად მითების კონცეფციას რაც ახასიათებს არის გამარტივება, ხო? რაღაცა კომპლექსური ფუნქცია ადამიანის ორგანიზმი მე ვამარტივებ, იმიტომ რომ შედეგი მივიღო. ეს გამარტივება თავისთავად იმდენ ჩარჩოს გულისხმობს, რომ მე ადამიანის ცხოვრებაში ერთ ჩარჩოს მეორე ემატება მეორეს, მესამე საბოლოო ჯამში კვების და ფიზიკური აქტივობის მიმართებაში ვართ, აი ხელი ვერ გაგვიძლევია ის რომ ვიღაცამ არ გითხრას რომ ეგ მოქმედება არასწორია. მაშინ როცა მითებს ამსხროს ბოლომდე კონცეფცია რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური, ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, მისი კვების და ფიზიკური აქტივობის მიმართებით. ძალიან გამიხარდა ბაჩომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რომ არ არის აუცილებელი სპორტსმენი დაუძახოთ ჩვენს თავს იმისთვის რომ თქვათ რომ ფიზიკურად აქტიურები ვართ. ანუ სტრუქტურიზებული ვარჯიში არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ეს არის ის მსუბუქი თუნდაც ფიზიკური აქტივობები. დღეს როგორც დღე დაიწყე, მთელი დღე დადიოდი, კიბეები გამოვიყენე თლების ნაცვლად, ესეც ფიზიკური აქტივობაა რეალურად. ამით იმის თქმა მინდა რომ აი ამ მითების ნაწილში ერთ კონკრეტულს ალბათ ვერ გამოვარჩევდი, თუ გინდა შენ მითხარი, რომელი ქსმენია ყველაზე მეტად ან გაწუხებს და მაგას გავყვეთ. მაგალითად 6-ის მერე ჭამაზე, მაგალითად შაქარზე. აი შაქარი ამდენად მავნებელია და მართლა ეგეთი საშიშია, როგორცაც ხატავენ ხოლმე და რაღაცებს ეძახიან, რაღაცა თეთრი სიკვდილი და რაღაცები დოკუმენტურები მაქვს ნანახი და მოკლედ არის ხოლმე ძალიან დემონიზება შაქრის და მართლა ეგრე არის? შაქარი, ანუ ამ შემთხვევაში ვისაუბრებ გლუკოზაზე, რომელიც არის ენერგიის სასურველი წყარო, იცოდა და შენი ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისთვის, ზოგიერთისთვის უმეტესად, ანუ პრიორიტეტში აყენებს გლუკოზას, როგორც წესი, ზოგიერთი უჯრედი მხოლოდ გლუკოზაზე შეძლებს ოპერირებას, მაგალითად ერითროციტები, თუ გაიგია, სისხლის წითელი უჯრედები, მათი ფუნქცია ერთ-ერთი მთავარი ჟანგბადი დატოვოს უჯრედამდე და წამოიღოს ნარჩენი. ისინი გლუკოზის გარეშე ვერ ოპერირებენ. ანუ ადამიანის ორგანიზმი ჩათვალე რომ შენ ნებისმიერი უჯრედი აპრიორიტეტებს გლუკოზას, ანუ შაქარს ენერგიის სასურველი წყაროსთვის. ეს ენერგიის მოთხოვნილება იმდენად მაღალია ნახრიწყლებზე, ხო, შაქრებზე, როცა ორ ნაწილად ყოფს საზოგადოებაში ნახრიწყლებს. ერთი არის შაქრები და ამ შაქრებში გულისხმობთ მარტივ შაქრებს, ეს იქნება ხილში არსებული შაქრები, ტკბილეული, მაგიდის შაქარი და მე გვაქვს უკვე რთული ნახშირწყლები, სახამებლები, ესე ვეძახით, ბოსტნეულში, კარტოფილში და სხვა. რეალურად ეს ზუსტი მეცნიერული დაყოფა არ არის, თუმცა ესე მივუდგეთ. ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ჯამურად ნახშირწყლებზე, იმიტომ რომ ნახშირწყალი არის წიწებურად, არის ბრინჯიც, არის ბროკოლიც, ბოსტნეულიც და არის ყველა სხვა ტკბილეული, რომელიც გვახსენდება. მათი ჯამური გადანაწილება უმრავლესობა გაიდლაინით უნდა იყოს ჩვენი დღიური კალორიების ნახევარი. წარმოვიდგინე თუ დავითვლი შენი საშუალო ფიზიკური აქტივობის ფონზე, რასაც გიყურებ ხოლმე დარბაზში, თუ შენი ყოველდღიური ჯამური დანახარჯი ენერგიის არის 3000 კალორიამდე, მის ნახევარი უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებისგან.
ალბათ აქ არის აი ეს 50-30-20 მაგ გაგებული ეს უმრავლესობა ადამიანისთვის საშუალო და 20 ცხიმი ხო რაღაც. კი, ინდივიდუალურ უნდა ვმართოთ პრიორიტეტების სამეფ, თუმცა უმრავლესობა ადამიანისთვის უხეშად გადანაწილება სწორია. ხო, მაგრამ ეს რო რაღაც დილით ჩაი შენ ყავაში ერთი კოზი შაქარი ჩაიყარო. ხო, აი რა შეეხება უკვე დამატებულ შაქრებს, რაც არის შაქრები, რომელიც ბუნებრივად კი არ არის ამ პროდუქტში ასოცირებული, არამედ დამატებული ან ჩვენ მიერ გემოვნური თვისებების გაუმჯობესებისთვის ამ წარმოებლის მიერ თავისი პროდუქტის უკეთესად გასაყიდად. თითქმის ყველაფერშია, ხო? მარკეტში არსებულ პროდუქტში ბევრ რამეშია და ისეთ პროდუქტებშიც არის, რაშიც არ ველით რომ იყოს. მაგალითად, соуსები, რომელიც მდიდარია დამატებული შაქრებით, ზოგიერთი პური, რომელშიც დამატებული შაქრების იდიოდენობა მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას ხვდებით და ასევე შეგვიძლია ჩვენ მარტივად მაგიდი შაქარი გამოვიყენოთ, დამატებული შაქრების საჭიროება ადამიანის ორგანიზმს არ აქვს. ანუ და შესაბამისად გვაქვს შეზღუდვები. ეს არის სხეულის უკაცრავად ენერგიის, მისაღები ენერგიის 10%, ანუ დაახლოებით 12 ჩაის კოვზე შაქარი, კიდევ უკეთეს შემთხვევაში ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ იყოს 6 ჩაის კოვზე დამატებული შაქარი. მაშინ როცა თუ მივოდგებით რომელიმე გაზიან სასმელს, დამატებული შაქარი იგულისხმება ყველაფერი არა. რა აქვს და მე დავამატე. ხო. ეს უფრო მარტივ შაქრებს ეხება. ხო, ანუ მარკეტში რო იყიდება რაც აქ დამატებული, ეგეც შედის მაგ. ეგეც შედის დამატებულ შაქრებში და ეტიკეტზე როგორც წესი აწერია ხოლმე. და ამ დამატებულ შაქრების ნაწილში ვიზახით, რომ აი წარმოგიდგენთ 6 ჩაის კოვზი უნდა იყოს ჩემი დღიური 12 უკეთესია 6 მაქსიმუმი. უმრავლესობა გაზიანი 1 ულფა, სასმელი რომ მივირთვა, 330 მილილიტრი, მივიღებ დაახლოებით 8 ან 9 ჩაის კოვს, ანუ ვაჭარ. ეგ უნდა მეთქვა, ეს რო გადაიყვანო მე მარკეტში იმდენ რაღაცას ყიდულობ, რომ მე ძნელია რო დაინახო რამდენია იმაში, ხო? აი ზუსტად აი აქედან მოდის მე შეზღუდვები, მათ შორის მარილის მაღალ მოხმარებაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ესეთი წინვარ წამოწეული ხო რეალურად ჩვენ ქვეყანაში ისეთი ნუტრიენტები, რომელიც შეიძლება ანუ გადავაჭარბოთ საკვებში, ისქნება მარტივი შაქრები, მარილი თუ შემდგომ მაღალკალორიული საკვები. ამის შეზღუდვის საჭიროება რეალურად გვიდგას ნორმის ფარგლებში, იმიტომ რომ ევროპის მასშტაბით სტატისტიკით მეორე ვარ ჭარბწონიანობის და სიმსუქნის სტატისტიკაში მხოლოდ თურქეთი გვისწრებს ყოველ მეორეზე დასრული მამაკაცი და ქალბატონი ჭარბწონიანი ან მსუქანია კიდევ ერთხელ მსუქანია როგორც ეპითეტი არამედ როგორც BMI-ის მიხედვით დაყოფა შესაბამისად აქედან მოდის უკვე შეზღუდვები თუმცა მე როცა ვზღუდავ დამატებულ შაქრებს იმ პროდუქტში რომელშიც არ უნდა იყოს ეს არ უნდა გადმოვთარგმნოთ ზოგადად ნახშირწყლებზე ან ბუნებრივად არსებულ შაქრებზე რომელშიც ხელშიც არის ანუ რადიკალურია მიდგომა ამ მითების შემთხვევაში ერთი არის რომ ან ყველაფერ ვჭამ და ყველაფერი მოსულა მეორე მიდგომაა რომ არაფერ ვჭამ იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში არ მარგებს ანუ თუ ამოვიღე დამატებული შაქრები გაზიანის სასმელიდან, ასევე უნდა ამოვიღო ბუნებრივად არსებული შაქრები ხილში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. და ხილის ნაწილზე ბევრჯერ ვთქვით, რომ ხილისგან მიღებული სასურველი ნივთიერებები, ფიტოქიმიკატები, პოლიფინოლები, ვიტამინები, მინერალები აუცილებლად აჭარბებს პოტენციურ ნეგატივს, რაც შეიძლება მისგან მიღებულ შაქრებს კონდეთ. ან რა ნეგატივზეა ჯერ საუბარი, კიდევ ერთხელ 50% მაინც ნახშირწყლებისგან მოდიოდეს დღის განმავლობაში, ესე რომ აი აქ ვიჭრებით ხოლმე. ეს გაზიანის სასმელი რო ახსენე, ის რო არის ხოლმე დამატკობებს რო ეძახიან. ბევრჯერ ვცადე რომ მომეძია ინფორმაცია, მაგრამ წესიერის დამაჯერებელი ინფორმაცია ვერ ვნახე რეალურად შაქრის შემოსვლების მოსმობ ეფექტია ადამიანზე. არა ნუტრიენტულ დამატებულებს ესე ვეძახით, ან შაქრის შემოსვლებს, ხელოვნურ შაქრის შემოსვლებს. არა ნუტრიენტული ანუ სასარგებლო რო არ არის, ხო? არა, ნახე ხერას ნიშნავს, არა ნუტრიენტული ნიშნავს, რომ არ გადამუშავდება საშუალო სისტემაში, ანუ ვერ შევიწოვთ. ამიტომ უწოდებთ არა ნუტრიენტულს. ხერას ნიშნავს, პირველი მინდა თქვა ის, რომ გსმენია უშაქრო და შაქრიან სასმელს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ რომ იქა შაქარი ოღონდ განსხვავებული. რეალურად ეს სიმართლეს არ შეესაბამება, როცა არა, ანუ უშაქრო გაზიან სასმელში ან უშაქრო დამატკბობით სხვა პროდუქტებში არ ხვდებით შაქრებს, ხვდებით შაქრის შემოსვლებს. არსებობს დამტკიცებული FDA-ის მიერ 6 ხელოვნური, 2 ბუნებრივი დამატკბობელი, შაქრის ჩამნაცვლებელი, რომელიც არ გადამუშავდება საშუალებელ სისტემაში, ანუ ვერ შევიწოვ. წარმოგიდგენთ, რაღაცა თუ ვერ შევიწოვეთ, შესაბამისად ჩემს ორგანიზმზე ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც გლუკოზის სპაიკს ვერ მომცემს ნახტომს და ვერც ინსულინის გამოთავისუფლებას პასუხად. მაგრამ აი რაზეც მოქმედებს და გრძელვადიანი პოტენციური რისკები რაც არსებობს, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაწლავური ფლორის, პრობიოტიკების, რაც უზახით რომ ჩვენ მარტო არ ვცხოვრობთ, ხო რეალურად ძალიან ბევრი თითო ადამიანის უჯრედზე ფიქრობენ რომ თითო მიკროორგანიზმის ახლობს და უმეტესად ჩვენ საშუალებელ სისტემაში აი მათთან ნეგატიურ დამოკიდებულობაში მოდიან ეს არანუტრიენტული
ხელოვნური დამატებები კონკრეტულად, რომლებიც რეალურად არც უნდა ხვდებოდნენ იქ, სადაც ხვდებიან ხო, არამონებრივია იმათთვის, ხო. და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დააკვლევებით ვნახულობთ ნეგატივს საშუალებელ სისტემაზე უმრავლესობა ცხოველის მოდელში სამცხოვრად ადამიანზე ჯერჯერობით მსგავსი ხანგრძლივი კვლევა ნანახი არ მოხს ყოველ შემთხვევაში. ეს არის არსებობს სიზახიან რო არის რისკი სიმსივნეების, ფილტვის, თავის ტვინის, თუმცა ხო, აი ეს არსებობს სავარაუდოდ. ეს კვლევები რაც ჩატარდა იყო ვირთხის მოდელში და იყო დაახლოებით 600-ჯერ მეტი დოზირებით, ვიდრე ჩვენ შევძლებთ რომ მივიღოთ დღის განმავლობაში. ანუ თავი არ დავარნებ უშაქრო სასმელებს ჯერ. ნახე, კითხვა ისმის რისთვის. ჩემი პრიორიტეტი თუ არის შაქრიანი სასმელი ჩავანაცვლო სხვა რამით. ნახე რა გულისხმობ. დაიდო კვლევა, რომელმაც მითხრა რომ წონის კლების პროცესში ადამიანები, ვინც მიირთმევდნენ 700 მილილიტრი იყო თუ არ ვცდები, უშაქრო გაზიან სასმელს, წონის კლების უკეთესი ეფექტურობა ჰქონდათ, ვიდრე ადამიანები, ვინც მიირთმევდნენ წყალს. ეხლა ეს რას ნიშნავს? წყალი ჩავანაცვლო გაზიანი სასმელით? ალბათ არა, იმიტომ რომ კვლევებში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი და კორელაცია. ანუ ეს არის კორელაცია, ანუ ერთი რაღაც მეორეს უკავშირდება, მაგრამ გამომწვევი არ არის. ეს რას ნიშნავს? მოდი გავშალოთ სპექტრი და ყოველდღიურობაში გადმოვიდეთ. მე თუ უშაქრო გაზიანი სასმელი მივირთვი, შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ ტორტის ნაჭერი არ მივირთვა, რომელიც უფრო მეტი კალორიის და შაქრის წყარო იქნებოდა ჩემთვის. ანუ მე თუ დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში რუტინულად 5 შაქრიან გაზიან სასმელს ვიღებ, შემდგომი პირველი რჩევა, რომელიც უნდა მომხდეს ადამიანმა, ის კი არის, რომ გადააგდე გაზიანი სასმელი შაქრიანი და წყლის დადევა დაიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურად სწორი რჩევა, უნდა მითხრას, რომ ხომ არ ჩავანაცვლოთ ეს ჩვენი გაზიანი სასმელი შაქრით, უშაქრო გაზიანი სასმელით. და გავზარდოთ წყლის მოხმარება, იმიტომ რომ პირველი რაც მოგდის ხოლმე აზრად არის, რა შევზღუდოთ. მაშინ როცა კითხვა უნდა დავსვათ, რა დავამატოთ ჩვენ საკუპრაციონში, ესე პროცესი პირდაპირ უმტკივნეულად მის ასე რომ შენ თუ მიირთმევ გაზიან უშაქრო სასმელს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იდეალურია და არ არის საერთოდ საჭიროება მათი და ვიცით რომ არ არის მათი საჭიროება რაციონში ფიზიოლოგიურად, თუმცა ფიზიოლოგიის მიღმა შემოდის ბევრი ემოციური ფაქტორი, რომელიც პროცესში ერთობა. ხო, აი ბაჭუსაც უთქვამს, რომ ხასიათსაც და იმასაც აქვს მნიშვნელობა ამ პროცესში, როცა ვარჯიშობ და წონას აკონტროლებ და ახლა თუ ძალიან ისე დიეტას იცავრო, რაღაცა მთელი დღის განმავლობაში გინდა რაღაცა გემრიელი მიიღო და ვერ ღებულობ, მე ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და ის გემართება, რომ აი მე შეიძლება მართლა წახვიდე და ტორტი შეჭამა და ალბათ ჯობია ხა ცოტა ეგეც ვახ ხოლმე, რომ ხასიათი გამოიკეტო, ხო? კი, აი თორნიკერაზეც საუბრობ და იმას გავაგრძელებ, ანუ ყველაფერი არის კომპლექსური. გინდა სპორტული ნუტრიციოლოგია დავარქვათ, რაც გინდა დავარქვათ, ხო? ანუ ადამიანს სჭირდება ბედნიერება. ამ ბედნიერებისთვის სჭირდება რაღაცა ფაქტორები და კომპონენტები. მათ შორის გემონურთვისებებზე, როდესაც საუბრობთ, ხოლმე ეს არის წამყვანი, ხო, ერთ-ერთი წამყვანი. იმიტომ რომ აქ თავისი ჰორმონალური ფონი ახლავს, როდესაც მე რაღაცა გემრიელს მივირთმევ, ხო? და მე თუ ეს ჰორმონალური ფონი, ანუ რაც ბედნიერების ჰორმონებს რასაც ვეძახით, მთელი ჯგუფია, ხო, ჰორმონების. თუ მე ეს არ დავიკმაყოფილე, ანუ გამოდის რომ რაღაც დოზით უბედური ვარ. იგივეს ვამბობთ ხოლმე ალკოჰოლის შემთხვევაშიც, ახლა ჩვენ რო გავყეთ მაგალითად და კარდიოლოგს რო ვკითხოთ, ალკოჰოლი რა დოზით არის დასაშვები, ის გეტყვის რომ არ არსებობს დოზა, რომელიც გულსისაფრთხეს სისტემისთვის ცუდი არ არის. მაგრამ აქ უკვე სოციუმი შემოდის, კავშირი შემოდის, ანუ მე თუ მეგობართან ბევრად გახსნილი ვარ, უფრო კარგად ვურთიერთობ, როდესაც საღამოს რაღაცა მინიმალურად ვიღებ სასმელს, ანუ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო? შესაბამისად მე ეს კომპონენტი ამოვიღო, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ძალიან ბევრი ხო სტრესის მოხსნის მიზნით იღებს ხოლმე ალკოჰოლს და თუნდაც ურთიერთობის უკეთესად წარსამართად. შესაბამისად აქ შემოდის ხოლმე ყოველთვის ეს რომ ვიძახით, რომ ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით ბოლომდე პროცესები რა მიმდინარეობს ორგანიზმში. და თვითონ მეცნიერება მარიცის, ხო? დღეს ერთ ვიძახით, ხვალ შეიძლება მეორე ვთქვათ. და პლუს გავლენა იმ საკვები ნივთიერებების, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად და ემოციურ ფონს წარმართავს, აი ამ ემოციური ფონის წარმართავი ნივთიერებების გავლენა ყოველდღიურობაში და გრძელვადიან პერსპექტივაში მე რას მაძლევს ან მართმევს, მით უმეტეს არ ვიცით. და აი ხა რაც ითქვა შაქრის ჩამონაცვლებლებზე, ხო? ის რომ ვირთხებზე არის უმეტესობა კვლევა ჩატარებული, ანუ რთულია დღეს მით უმეტეს საკანონმდებლო სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ ადამიანებზე ჩაატარო ბევრი კვლევა. იგივეს ვიძახით ხოლმე დანამატებზე, რომ რატო აწერია, რომ 18 წლამდე არ მივიღოთ, ანუ ბავშვებს ვერ წაიყვან კვლევის ჯგუფში.
ხო, ვერ დასვავე ხა. ნორმალურ ქვეყანაში ვერ დასავრო, ალბათ 14 წლის ბავშვი მივცეთ პროტეინი, მივცეთ ამინომჟავები, მე მივცეთ არგინინი, ასე შემდეგ, ხო? თორე რეალურად პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეიძლება 10 წლის ბავშვიც იღებდეს, 12 წლის ბავშვიც იღებდეს ბავშვთა კვება სხვა არაფერია თუ არა პროტეინი. ამიტომ ხო, ერთმნიშვნელოვნად რაღაცების მტკიცება ცოტა რთული არის ხოლმე. უბრალოდ არის რაღაცები, რაზეც ვიძახით, რომ ეს პრაქტიკაში და მეცნიერულად ესე მუშაობს. ხო, მეც მაგალითად აი სადილის მერე მიყვარს ხოლმე რაღაცა ტკბილის დაყოლება. შეიძლება ანუ ეს ჩვევა ჯერ ვერ გადავაგდე ამდენი ხანია და აი უშაქრო სასმელი მაგაში მეხმარება რომ მე თქო რაღაცა შოკოლადი არ ვჭამო ან რაღაცა კიდე არ დავაყოლო. თქო ერთი ჭიქა რაღაცა გაზი უშაქრო გაზის სასმელი მიკლავს იმ სურვილს რა და შესაბამისად აი ერთ-ერთ თეორიას კეთვი მაგასთან მიმართებაში რომ ძალიან ბევრი მეცნიერი, ძალიან ბევრი ბიოქიმიკოსი, რომელიც ნუტრიციოლოგიის მიმართულებით მუშაობს, ის იძახის რომ პირველადი ინსტინქტი და პირველადი შეხება სამყაროსთან რაც შენ გაქვს, ეს არის დედის რძე, ხო? ხსენი თავიდან დავიწყოთ ხსენი, დედის რძე, რომელსაც აქვს მოტკბო გემო. რომელსაც მოყვება ძალიან ბევრი, ანუ იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები და პლუს ინფორმაცია დედის მხრიდან. შესაბამისად, ტკბილი შენთან მთელი ცხოვრება ასოცირდება იმუნიტეტთან, სიჯანხესთან, დაცულობასთან, ბევრი ფაქტორია, ხო? და კვების მერე შენ რო ტკბილი გინდება, ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ან ცილის დეფიციტი გაქვს, ან რომელიმე კონკრეტული ნივთიერების. შეიძლება იყოს, ალბათობას უშვებთ ამისას, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე ანუ ეს მთელი ევოლუციური პროცესი თავისთავად ევოლუციური პროცესი, როდესაც შენ იყავი დამოკიდებული, შენი წინაპარი, იმის წინაპარი იყო დამოკიდებული აი ამ ყველაფერზე დედის რძით იკვებებოდა, რომელსაც მოტკბო გემო აქვს, რომელიც ძალიან ღრმად არის დალექილი, ამას ვერსად ვერ გავექცევით. ანუ მე ძალიან იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელსაც დესერტი უხეშად რო ვთქვა, ან ტკბილი კვების მერე არ უნდება. ძალიან ცოტა არის ესეთი სტატისტიკა. ხო, იშვიათად ტკბილი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მე საერთოდ არ მიყვარს ტკბილი და ზოგადად ეგეთი ადამიანებისაც ნაკლებად წამს ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრს უყვარს ტკბილი და იძახის რომ არ მიყვარს ტკბილი, ან არ ვაყოლებ საკვებს ტკბილს. კიდე ერთი საკითხი, რომელიც თითქოს აი მარტივად ჟღერს ხოლმე, მაგრამ მე რაღაცა კიდე რო ჩაშლი შიგნით ჩაყვები, ესე მარტივი შეიძლება არ იყოს ხოლმე. კალორიების ბალანსი, ანუ წონის დასაგდებად ასე ვთქვათ რა, აი გახდომობისაც უნდა. კალორიების ბალანსის დაცვა მარტო საკმარისია, ანუ კალორიების დეფიციტში თუ ხარ აუცილებლად დაიკლებ თუ მნიშვნელობა აქვს რას ჭამ. შეიძლება იყოს კალორიების დეფიციტში და ვერ iklepde? ანუ კალორიების დეფიციტში გულისხმობ მაყურებლის როხსა შენი ზომისთვის და მოცულობის ადამიანისთვის სიტყვაზე თუ არის ნორმა დღეში 2000 კალორია და შენ ღებულობ 1500, გახდები აუცილებლად თუ გააჩნია რას ჭამ. კარგი, კალორიების ბალანსი. ეხლა გიორგი სწორად ახსენე ის რომ ალბათ ეხლა ცოტა მიწევს ხტონაობა თემიდან თემაზე, მაგრამ არა, ესე ჯობია, ანუ აქტუალური თემები და ეხლა ჯერ კალორიებში ეხება საერთოდ რა არის და და მე სპორტსაც დაუკავშიროთ ჩვენი კალორია, იმიტომ რომ სულ სხვა პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე სპორტულ ნაწილში. და რომ თემიდან თემაზე გადახტომა არის ყოველდღიურობის ნაწილი, როგორ მიდის ხოლმე შენ დღე-დილით გაიღვიძე, ფიქრობ ყავა დალიო თუ წყალი, მე მიდიხარ მარკეტში, ფიქრობ შოკოლადი გაატანო ხელს თუ არა, მე ფიქრობ შენ კალორიულ ბალანსზე, მე საღამოსავარჯიშო გაქვს და ასე რომ მთელი კვება ქაოტურია, ასე რომ სწორად მივყვებით ჩემი აზრით. კალორიების ბალანსი უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი მოიხმარს ენერგიას დღის განმავლობაში მუდმივად. ეხლა შენც როცა სმენელის პოზიციაში ხარ, მხოლოდ აქტიურად არ საუბრობ, ეხლა ჩვენი ორგანიზმი მოიხმარს ენერგიას, ანუ ვიძახით რომ მოიხმარს იგივე წვავს კალორიებს. კაგი ალბათ ადამიანი ძილისასაც ენერგიას წვავს. რეალურად ესეა. სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის ამას ვწოდებთ ბაზალურ მეტაბოლურ რიტმს. ადამიანის ორგანიზმი თავისი ჯამური კალორიების დაახლოებით 65-70% ხარჯავს. ანუ უმეტესობა იხარჯება იმისთვის რომ ვიარსებოთ. ხო, არაფრის კეთებაში. არაფრის კეთებაში ჩვენთვის აქტიურად ორგანიზმი რა პროცესებსაც მიუყვება იმისთვის რომ ვიფუნქციონიროთ ნორმალურად, ენერგიის 70% იხარჯება. წარმოგიდგენთ დარჩენილი სჭირდება ხო? ყველაფერს, აბა რა. ტვინმა რომ მუშაობს სჭირდება კალორია. ეხლა სასუქის სისტემის მიმდინარეობას ყველაფერს სჭირდება ენერგია თავის დღის განმავლობაში. ამასობაში წარმოგიდგენთ დარჩენილი 30% გრჩება ორი ამბისთვის, ერთი ფიზიკური აქტივობისთვის, არა მარტო ვარჯიშისთვის. ზოგადი ფიზიკური აქტივობისთვის და ასევე ვიცით რომ საკვების მონელებასაც დამატებით ენერგია ჭირდება. ზოგი საკვებს მეტად, ზოგ საკვებს ნაკლებად, მაგრამ საკვების გადამუშავებაზეც ენერგია გვეხარჯება.
ამ ჯამური ენერგიის, ანუ კალორიების, რომელსაც ვთქვით და მე დავუშვი რომ შენი კალორიული მოხმარება იქნებოდა 3000, აღონდა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ასაკზე, სიმაღლეზე, წონაზე, სქესზე და ფიზიკურ აქტივობაზე. აქედან ჯამური კალორიული ბალანსი რატომ თქვი 3000? ანუ მე დავუშვი რომ 3000 კალორიას მოიხმარს შენი ორგანიზმი და თუ დღის განმავლობაში დაახლოებით 3000 კალორიას მიიღებ, შესაბამისად შენი ბალანსი სხეულის კალორიული ბალანსი და შესაბამისად როგორც წესი წონაც უნდა იყოს სტაბილური. უბრალოდ ორჯერ ვახსენე სიტყვა დავუშვი და დაახლოებით, იმიტომ რომ კალორიები არ არის ზუსტი მეცნიერება. სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ კალკულაციები საკმაოდ ადეკვატურია, ზუსტად რიცხვში ვერ დავსვამ ერთეულში შენ კალორიულ ნორმას და გაცემას და რიცხვში ვერ დავსვამ საკვების მიღებულ კალორიებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია. ერთი თვითონ წინირა კვებას მიდევს, არ ვიცი რამდენი კალორია რეალურად, იმიტომ რომ მე თუ მეტყურო ხაჭაპური ერთი ნაჭერი დაახლოებით 250 კალორია, მოდი და ვიდაოთ BBM-ზე გაკეთებული ხაჭაპურის ერთი ნაჭერი თუ იგივე კალორიაა, სადაც ყველის ორმაგი დოზაა გამოყენებული. ხო, თან ამის თვალს რო იწყებ, მე საერთოდ იმაში ისტერიკაში გადადიხარ, იმიტომ რომ მაშინ ყველა უნდა წონო, ყველა თეფში დადიდოს ყველაფერი და თვალო და იყო თან. ზოგიერთი ადამიანი ამისთვის მზად არის, ანუ სხვა ბევრი პრობლემა აქვს მოგვარებული და ეხლა იტყვის რომ მოდი დავაკვირდები ზუსტად ჩემ კალორიებს, რომელიც ღირებული უნარია, ხო, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება გაკვოს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. თავისი ბევრი დრო და ენერგია აქვს, თავისი ბევრი ენერგია და მე შეიძლება გადავიდეთ ფიქსაციაში ჯანსაღყვებაზე, სადაც ჯანსაღყვებაზე ფიქრი უფრო მეტ სტრესს მანიჭებს, ვიდრე მასზე არ ფიქრი იქნებოდა. და აქაც სარგებელი ჩაიჭოჭებს და უფრო ნეგატივი წარმოვაჩენი. ასე რომ აი ამ კალორიების ბალანსი ერთია რადებს ჩვენ წინ, მეორეა ჩემ პირის ღრუში რომ მოხვდა და შემდგომ გადამუშავების პროცესი წავიდა, იქიდან რამდენი რეალურად რამდენი კალორია მივიღე, როგორ არის გამართული ჩემი საჭმელმცნობელი სისტემის მიკროფლორა, რომელზეც ვსაუბრობ და კიდევ ალბათ ბევრჯერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის ყველა სისტემასთან არის დაკავშირებული საჭმელმცნობელი სისტემა. ანუ კალორიები არ არის ზუსტი მეცნიერება ერთიოს თქვა, თუმცა გვეუბნებიან რომ თუ მინდა წონის მატებისკენ წავიდე, მაშინ ჩემი კალორიული ნორმა უნდა აღემატებოდეს გაცემულს და თუ მინდა რომ წონის დეფიციტში წავიდე, წონის კლებაში წავიდე, ჩემი მიღებული ნორმა უნდა იყოს ნაკლები გაცემულზე. ხო? ანუ რეალურად შემოვდივართ რჩევაში, სადაც თუ წონის მატება მინდა მეტი მივირთვა, მაგრამ მეტი ვიმოძრავ თუ არა უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ კალორიების პროფიციტში უნდა დავრჩე და თუ წონის კლება მინდა ცალსახად ყველა მეტყვის რომ პირი დავხურო და მეტი ვიმოძრავ. აი აქ ჩერდება ამ სფეროში არ ჩართული ადამიანების 90% თუ მეტი არა. და ამიტომ ვიძახით რომ კალორიებს მართლა რეალურად მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ არის ერთადერთი გადამწყვეტი მოთამაშე პროცესში. ანუ კალორიების დეფიციტით დიდი ალბათობით პროცესი წავა კლებისკენ, თუმცა კითხვა ისმის კლებისკენ რომ წავა, რისი კლებისკენ წავა, წონის კლება არ გულისხმობს მაინდა-მაინც ჩემთვის არასასურველი ცხიმოვანი ქსოვილის კლებას. შეიძლება კუნთი გაილიოს და დარჩეს ცხიმი. ძალიან დიდი ალბათობით, ისევე როგორც წონის მატება, შეიძლება არ გულისხმობდეს კუნთური მასის მატებას. რეალურად ეს გვინდა ხოლმე, ხო, კუნთი როგორც აქტიური ქსოვილი, ან მოვიმატოთ, ყოველ შემთხვევაში, ანუ ორივე შემთხვევაში გვინდა რომ მოვიმატოთ, დაკლების დროს მინიმუმ შევინარჩუნოთ მაინც. ამ წონის ბალანსს თავი რომ დავანებოთ, თამაში შემოდის ისეთი სხვა ფაქტორები, რომელზეც ან ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს და მაგით ავიზახით რომ მხოლოდ კალორიებს აქვს მნიშვნელობა, ან წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. აქ შემოდის უკვე ვიტამინების და მინერალების საქმე და როგორც წეგავ თქვი, როგორ შეიძლება თუ მხოლოდ კალორიებს აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიძლება მე მქონდეს ჭარბი წონა და ამასობაში არ ვიყო საკმარისად ნაკვები, ანუ მალნუტრიციის ქვეშ ვიყო. ისე როგორც პირიქით, ხო? ჩემი სხეულის მასა როცა არის ნაკლები, შეიძლება ცოტა საკვებს კი არ მოვიხმარდე. დღის განმავლობაში ვიყო უბრალოდ ჰიპერაქტიული. ადამიანები ვერ ვიაზრებთ იმას, რომ მე რო ეხლა ფეხს ვერ ვაჩერებ ქვემოთ, ან ხელს ვერ ვაჩერებ, ან ვიღაც დამიძახებს გავიხედავ, გამოვიხედავ, ავდგები, დავჯდები. ეს მთელი დღის განმავლობაში იმხელა კალორიულ ბალანსს გამაცემინებს, ანუ შეძლებს და გვარად საჭირო დროს კალორიულ დეფიციტში მომაქცევს. ამას ვერ თვალისწინებთ დაახლოებით რაღაც ყოველ მოხდანახი 800 კალორიის დეფიციტში შეიძლება წახვიდე მთელი დღე თუ ფიჯეტინგი ქვია ამას, აი ამ პროცესებს ფეხს არ აჩერებ, ხელს არ აჩერებ. ფეხს რო აკანკალებ. 800 კალორია არის დაახლოებით 2 კვება. ანუ ერთი კაი ვარჯიშიც მეტი არის. ერთი კაი ვარჯიში მეტია, ბევრად მეტია. წარმოიდგინე 800 კალორიას წავდი 12 კილომეტრიან სირბილზე მაღალ ინტენსივობაზე. ნუ ჩემზე მაქვს საუბარი, იმიტომ კალორიების დაწვაც ინდივიდუალური ნაწილია. თუ არ ვწდები, თუ არ გატყობთ. მოკლედ, ბევრია. ანუ იმას არ ვითვალისწინებთ ხოლმე, რაც უნდა გავითვალისწინოთ. მაშინ როცა კალორიებს მნიშვნელობა აქვს, ერთადერთი მოთამაშე პროცესში არ არის. ხო, აი მაგალითი მომყავს ხოლმე. ყველას ყავს გარშემო ადამიანი
რომელიც n რაოდენობით საკვებს იღებს, მაგრამ შეხედავ არაფერი არ ეტყობა, ხო? ანუ რა შემოდის აქ მაშინ? ანუ კალორიულ პროფიციტში არის მთელი ცხოვრება, მაგრამ მთელი ცხოვრება არის შეხედავ ესე მოწესრიგებული. ხო, რა შემოდის? ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია, ზუსტად ეს არის, რომ ნერვული სისტემა როგორ მუშაობს, საწვრთნელებელი სისტემა როგორ მუშაობს, ემოციური ფონი როგორი აქვს ამ ადამიანს, ორგანიზმი მე რას აპრიორიტეტებს ენერგიის წყაროთ რა გამოიყენოს, ხო? და ჩვენ ახლა სალექციო კურსში გვაქვს ენერგიის წყაროები, რასაც ვეხებით ხოლმე და მივიდივართ იქამდე, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებობს სხვადასხვა ენერგიის წყაროები და ბიოქიმიაში კიდე ღრმად რო ჩადიხარ, იქ ნახულობ თურმე რამდენი კიდე ენერგიის წყარო არსებობს. და ამ პროცესების წარსამართად ანუ ორგანიზმს რა ჭირდება. ხშირად მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი, რომ ახლა გიტარაზე რო უკრავ და ნელა უკრავ, მე აჩქარე. ან თითებს ესე ვაკაკუნებ, მე ავაჩქარე. აქ ერთი და იგივე კალორია იხარჯება, ერთი და იგივე ენერგია იხარჯება, ბევრად მეტი იხარჯება თუ როგორ არის, ხო? ანუ რთული არის ამ ყველაფერს გაცე პასუხი. აქედან გამომდინარე, ყველა ფაქტორის გათვალისწინება გიწევს. და ბევრი ფიქრი რეალურად ამ ყველაფერზე რომ მხოლოდ კალორიები დავითვალოთ. აი ხა რა ჩემის ბაზალური მეტაბოლიზმი ნახე აი და ჩემი კალორიები არის 2200 და რეალურად 2000 მოვიხმარ ყოველდღე და წონაში რატო არ ვიყებ? ანუ ამაზე იფიქრო არ ღირს. ვერ მიხვალ პასუხამდე. ხო და რაღაცა გაქვს შესაძლებელი, ხო? და ამასობაში პირიქით, ანუ უმრავლესობა ადამიანისთვის, ვინც სპორტულ დატვირთულ აქტივობებს მიყვება, ან აქტიურ ფიზიკურ დატვირთვებს შეიძლება მსმენელისთვის, ვინც ფიზიკურად აქტიური არის, იმისთვის უცნაური გასაგონი იყოს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის უმრავლესობისთვის პრობლემა არის საკმარის ენერგიას ვერ ვიღებ. ვაიმე კვება გამიცდა. ამას ვწოდებთ დაბალ ენერგიის მარაგს, ანუ სპორტ ერთ-ერთი აბრევიატურა არსებობს low energy availability, რომელიც სპორტსმენებისთვის მით უმეტეს აქტიური ფიზიკური აქტივობით დაკავებულებისთვის ზოგ შემთხვევაში შედარებით უფრო დაბალი სხეულის მასის მქონე მათ შორის ქალებისთვის ჰორმონალური გადანაცვლებიდან გამომდინარე, თავი პრობლემაა ხოლმე და იმ პრობლემებს იწვევს, რომელიც ჩვენ ვერ გიგვსმენია. უბრალოდ იგივე პრობლემები ხდება ხოლმე ადამიანში, ვინც არაადეკვატურად დაბალ კალორიულ დიეტას მიყვება და წარმოიდგინეთ იგივე პრობლემები შეიძლება დადგეს, როცა როგორც წესი ნორმალურ კალორიულ ბალანსში ვარ, მაგრამ ჩემი ფიზიკური აქტივობა არის ჰიპერაქტიული სხვათა შედარებით. ასე რომ სპორტულ სამყაროში უფრო სხვა საფიქრალი შემოდის, ვიდრე შეიძლება უმრავლესობა ადამიანს კონდეს სტანდარტული მიმდინარეობისას დღეს. კი თუ რაღაცა კალორიების დეფიციტი ვარ, მაგრამ ვერ ვიკლებ, ესე იგი სხვა რაღაცა, აი მე სად ვეძებოთ პასუხი მაგაზე? მან უკვე შემოდის რა, ანუ შემოდის ჰორმონალური ფონი, აუცილებლად, ანუ სტრესი. და ზოგადად ვიძახით, რომ ანუ სტრესი არის ერთ-ერთი თუ მთავარი არა ის ფაქტორი, რასაც შეუძლია ჩვენი ორგანიზმი გაანადგუროს და ნებისმიერი დაავადების პროვოცირება მოახდინოს, ხო? როდესაც ქრონიკულ სტრესს ვსაუბრობთ. შესაბამისად უნდა ვეძებოთ პირველ რიგში, ნახე, დღეს არის მიდგომა ესეთი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს ფიქსაციები კვებაზე, იმყოფება დაბალ კალორიულ კვებაზე და არ აქვს წონის კლება, საბოლოო ჯამში ხდებიან ანუ ფსიქიატრების სამართავები და რეალურად ეს ანუ ფსიქიატრის სამართავი არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა ცუდია. ანუ ფსიქიატრმა უნდა მართოს, იმიტომ რომ აქ ვერც ნუტრიციოლოგი მართავს, ვერც დიეტოლოგი და ვერც ენდოკრინოლოგი, იმიტომ რომ ფსიქიატრის საქმე არის, იმიტომ რომ აქ არის პრობლემა, რეალურად გონებაში არის პრობლემა. ეს ჩვენ შეგვიძლია რომ გონებიდან გინდა პლაცებოს და გინდა ნონცებოს ეფექტით რაღაცები დავიმართოთ. ანუ პლაცებო ნიშნავს ავახსნათ, ხო, ახლა ჩვენებისთვის რომ რაღაცაზე ვიძახი რომ კარგია და დავიჯერე რომ კარგია და ნონცებო ნიშნავს რაღაცაზე რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს ცუდი, დავიჯერო რომ ცუდია. წყალზე დავიჯერო რომ ცუდია, ვაიმე ამდენ წყალს როსავ წყალი მასუქებს. ხო. იყო ესეთი მეისთაობა ვარ, ვისაც ეს ხშირად ვსვენია რომ წყალი გვასუქებს. ხო და შესაბამისად მე უკვე ფსიქიატრი იწყებს ამ მართვას, რომ ანუ საკვები ადამიანს დაუბრუნოს ისევ და 1200 კალორიიდან გაუორმაგოს კალორიაში. და ადამიანები, რომლებსაც აქვთ წონის გაჩერება, იწყებენ წონაში კლებას, უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. იმიტომ რომ გონებიდან ხდება გაჯანსაღება რა. ქრონიკული სტრესი არის რა გითხრა, ყველაფრის მაპროვოცირებელი იქ თავისთავად ჰორმონალური ფონი რო იცვლება, როდესაც უკვე
შემოდის, ანუ სტრესზე პასუხისმგებელი ჰორმონები, პროცესები უკვე წარიმართება შედარებით რთულად. ხო, სტრესი კიდე ერთი უცნაური თვისება აქვს, რომ ძალიან ხშირად ვერ ხვდებით ხოლმე, რომ სტრესში ვართ. კი ბატონო. ეგ არის ხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის თავის გამართლება მიდის ხოლმე კიდე. გონია რომ სტრესი რაღაც კიდე სხვა არის, აი სტრესში რო იქნები მე. აუცილებლად ამ დროს შენ მოგეგონოს ყოველდღიურობაა და ამ დროს სტრესში ვიყოთ. ისე მივეჩვიეთ იმ სტრესს. ხო, რაღაცა დოზით ადაპტაციას განვიცით, მაგრამ რაღაცა დოზით კიდე გვაქვს ხოლმე თავის გამართლებას ვეძახი, ანუ ქრონიკულ სტრესში ხარ, მაგრამ იძახი რომ ეს ჩემი ყოველდღიური რუტინაა, ეს ჩემი საქმე, ამის გარეშე არ არსებობს ეს ყოველდღიურობა. მე თუ ეს არ გავაკეთე, ჩემს ნაცვლად ვერავინ ვერ გააკეთებს და ამ დროს გადადიხარ, რა გითხრა, რაღაცას ემსახურები, რაც შენ თვითონ არ იცი რას ემსახურები, მაგრამ არ ემსახურები საკუთარ ჯანმრთელობას, ფაქტია. ხო, ესეთი რამე შესაძლებელია ისო კალორიებზე, რომ შენ კალორიების ნორმას ღებულობდი ან ცოტას, მაგრამ წონაში მაინც იმატებდი. შესაძლებელი არის, კი. ხო, შეიძლება ვერ იკლებდე ნაკლები კალორიით, მაგრამ აი სპორტულ ნუტრიციოლოგიაში გვაქვს ჩვენ ესეთი მაგალითები, როდესაც კალორიულ დეფიციტში კუნთოვანი მასის მატება ხდება. ერთ-ერთი მაგალითი. რის ხარჯზე როგორ ხდება? ხდება, ანუ უბრალოდ კალორიულ დეფიციტში ვექცევით ნახშირ წყლის ხარჯზე, მაგრამ ცხიმოვანი კომპონენტი და ცილის კომპონენტი შემოდის. პლუს, როდესაც ფიზიკურად შენ ხარ აქტიური და ამას ფორმაში შესვლას ვეძახით, ხოლმე ვთქვათ, რომ ანუ როდესაც კუნთი უკვე აქტიურად მუშაობს, შეგრძნებები არის მაქსიმალური. ერთი რომ იწყება ცილის სინთეზის გაძლიერებული პროცესი და მეორე მომენტი, გახსოვს აი მეტაბოლურ მოქნილობაზე ვსაუბრობდით და მიმიკურ მოქნილობაზე. შენ მიმიკურად ხდები ტიპაჟი, რომელიც ნაკლებ მიმიკებს აკეთებ, ნაკლებად აი თუნდაც ეს უნებლიე მოძრაობები აღარ გაქვს და რეალურად შენი ორგანიზმი აი სხვადასხვა მოქმედებებში ხარჯავს ბევრად ნაკლებ ენერგიას და გადასული არის აი ანაბოლური პროცესის წარმართვაზე. ხო, სტრესის მე რაცაც დავაკვირდია კიდე კარგი საშუალება არის შეიძლება დარბაზში დადიოდნენ და კიდე უარესად დაისტრესო, იმიტომ რომ თქვა რომ ვარჯიშებ და ცოტა სტრესიდან გამიტვირთები, მაგრამ ის სტრესავდეს კიდე უარესად, თუნდაც დილით ადრე ადგომა და რაღაცა განტელების ვარჯიში ან სირბილის არბენბილიგზე და ამ შემთხვევაში კიდე მნიშვნელოვანია იპოვო ის სპორტული აქტივობა, რომელიც შენ ქსიამოვნებს. ხო, ყველასთვის ინდივიდუალურია ეს რა, მეც ბევრი რამე ვცადე და ბოლოს რამდენიმე არის, რომელიც ვიცი რომ ამას რო ვაკეთებ სიამოვნებს და რაღაცები იყო, რომ დამყალა და დამსტრესა და გავანებე თავი რა. ეგ მაგასაც აქვს მნიშვნელობა ალბათ, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში. რას აკეთებ, შეიძლება ბოდიში შეიძლება 1000 კალორია დახარჯო ამ ვარჯიშით და ისეთ შედეგი ვერ მიიღო და შეიძლება რაც ქსიამოვნებს იმაში დახარჯო და უფრო მიიღო შედეგი, ხო? მე მგონია რომ არის ესე. კი. სპორტული აქტივობა მე ბავშვების შემთხვევაშიც ამას ვიძახ ხოლმე, რომ ბავშვებს უპოვეთ ისეთი ფიზიკური აქტივობა, რომელიც მოწონთ, სადაც თამაშობს, ერთობა და არ არის რუტინა. მით უმეტეს ბავშვი, რომელიც არის ჰიპოდინამიაში და არ უყვარს ზოგადად, ანუ თქვათ, მოძრაობა. უნდა შეაყვარო. ის სივრცე უნდა შეაყვარო, ფიზიკური აქტივობა რაღაცნაირად უნდა შეაყვარო. და აქ უკვე შემოდის, რა თქმა უნდა, მშობლის და მწვრთნელის როლი ერთად, რომ ეს თამაშობებში გადავიდეს და ეს პროცესი თუ წარიმართა, მე ნელ-ნელა ეს ბავშვი ხდება ამ ყველაფერზე დამოკიდებული. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას და სტრესს, მოდი გეტყვი ესეთ რაღაცას, რომ ფიზიოლოგები თვლიან, რომ ქვედაკიდურების ვარჯიშები, განსაკუთრებით აი რასაც ვეძახით ჩვენ ძალისმიერ ვარჯიშს, ხო? ქვედაკიდურების, ანუ საჯდომი და ქვედა ნაწილი რაც არის ფეხების ვარჯიშები არის გულსისახთა სისტემისთვის და ტვინისთვის პირველი მკვებავი და ზოგადად არ უყვართ ხოლმე ყველაზე მეტად. ხო, და ყველაზე გამოხატული ეფექტი, კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე გამოხატული ეფექტი სტრესის შემცირების არის ამ კუნთების ჯგუფის აქტივაცია. იმდენად რთულია, რომ ანუ გონება თავიდან ბოლომდე კონცენტრაციას ახდენს, ანუ ნერვული აქსონებით იმპულსებს წარმართავს უკვე ამ ქვედაკიდურების სიბილის ითვლება ამაში. სიბილის ითვლება ოღონდ სპრინტი დაახლოებით 100-დან 200 მეტრიან დისტანციაზე, სადაც მაინც ვექცევით აი ეს ფოსფოკრეატინის მოქმედების დროში. ხო, ჰორმონებზეც ნუ შევეხეთ პრინციპში და ეგეც კიდე ცალკე რთული თემა არის, რომელიც თუ ეხლა მსმენელი უნდა გადაღალო, მე საკამათო ხდება ხოლმე ბევრი რაღაცები, იმიტომ რომ
ანუ თქვა თუ რაღაცა დავიწყეთ რაღაცა კვებაზე ყურადღების მიქცევა ვცადეთ რომ არ მიიღოთ ბევრი კალორია ვარჯიშობთ და რა წონის პრობლემა მაინც გვაქვს შეიძლება რაღაც ჰორმონალური დარღვევის ბრალიც იყოს ხო? განწყობა და მიკრონუტრიენტებს ვეძახით ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ან და სხვა ბევრი რამე, ამიტომ ერთი პროფესიონალის სამართავი შეიძლება არ გახდეს ხოლმე. ხო, აი ვის უნდა მიმართო ასე დროს? ექიმი, ენდოკრინოლოგი. აბარა ჰორმონალური ბალანსით ცალსახად ამ ადამიანის სამართავია, მაშინ როცა ამ სფეროში ჩართულ სხვა პროფესიონალებს უნდა ქონდეთ წარმოდგენა და კარგი იქნება თუ ახლო წარმოდგენა იქნებათ რომელ ჰორმონს რა როლი აქვს და რომლის დეფიციტი რა შეიძლება იწვევდეს, არც ერთი პროფესიონალი სამედიცინოს მიღმა არ უნდა ეცადოს ჰორმონალური ბალანსის გამოსწორებას, იმიტომ რომ ამას სხვა მითები მოყვება, ხო? ჩემი მეზობლის ძმისშვილმა ეს ნაყენი მოიხმარა, არ ვიცი ეს დალია, ან ესე გააკეთა და შედეგი მიიღო. როცა საქმე ეხება ჰორმონებს და ჩავდივართ უშუალოდ ადამიანის სამედიცინო მიმართულებამდე, პროფესიონალი ექიმი არის სასწავლო პროცესში და იდეალურია რომ კიდევ ერთხელ აი ამ სფეროში, ჯანსაღი ცხოვრების სფეროში ჩართულ პროფესიონალებს ჰქონდეთ კიდევ ერთხელ ახლო წარმოდგენა ჰორმონების მიმართებაზე და საპირისპიროდ ექიმებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემას აგვარებენ, დაბრკოლებს აგვარებენ, ჰქონდეთ წარმოდგენა რა ხდება მანამდე, სანამ ამ დაბრკოლებამდე მივალთ. ასე რომ ურთიერთგაგება ამ პროცესში არის მთავარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსმენია ერთი სფეროდან მეორეს მიმართ წასული კრიტიკა და მეორე სფეროდან პირველის მიმართ წასული კრიტიკა და მათ შორის ჩვენი ორი სფეროს მიმართაც, ხო? ვარჯიშია ყველაფერი კვებას თავიდან ანებე, კვება ყველაფერი ვარჯიშს თავიდან ანებე. ესეთ კომუნიკაცია არ ვიცი თუ ვინმეს რაიმე მონეტარულ ან ეგოს დაკმაყოფილებას შეეხება, ამასობაში იმ ადამიანს ვინც მას მიყვება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, სადაც არის ან ყველაფერი ან არაფერი, ან ერთი ან მეორე და ალბათ ამიტომაც პირველში მადლობა რომ მოგვიწია ამ თემას ასაუბროთ. და მეორე მიხარია რომ ესეთი ინციდენტი პირველად საქართველოში გვაქვს, სადაც ორი სფერო ერთიანდება ადამიანის კეთილდღეობისთვის. და არიწყებს და თავის ახლა ბაჩოს თავის წარმოდგენები აქვს, მე ჩემი წარმოდგენები მაქვს. უშუალოდ კვლევები შეუძლია ბაჩომაც მომიყვანოს თავის მტკიცებულობის, მეც მოვიყვანო ჩემი მტკიცებულობის, იმიტომ რომ ერთ თემაზე არსებული კვლევები არ არის სწორხაზოვანი. ანუ ყველა კვლევა იმას არ მეუბნება, რომ ან კი ან არა, ზოგიერთი მეუბნება საშუალოდ, ზოგიერთი მეუბნება შედეგი ვერ მივიღეთ, ასე რომ მაინც ინტერპრეტაციის ამბავია. შესაბამისად ამ ინტერპრეტაციებს მთავარია ანუ რადიკალური ინტერპრეტაციებს დამშვიდობოთ და ვთქვათ, რომ რა არის გამოსავალი და ამ გამოსავალი და სწორედ ამ კურსის გამოსავალიც არის ადამიანის კეთილდღეობა, მისი ჯანმრთელობის წახალისება და იდეალურ შემთხვევაში არ მისვლა იმ წერტილამდე, სადაც უკვე ჯანმრთელობის პრობლემა იქნება სამართავი. თუმცა ესეც ხდება, მიუხედავად იმისა, შეიძლება იდეალურად უყვებოდეთ ვარჯიშობდეთ სამედიცინო პრობლემები თავს იჩენს, ამიტომაც სამედიცინო პროფესიონალს არ გვყვარს ქართველებს ექიმთან ვიზიტები. გასაძლიერებელია როგორც ექიმთან, ისევე ექიმამდელი სხვა პროფესიონალების ჩართულობა ჩვენი კეთილდღეობის პროცესში. კაი, ახლა ვახსენეთ ეს პროგრამა არ არის რომ ადამიანის მწვრთნელებისთვის, პროფესიონალებისთვის, ხო, ჩვეულებრივ ადამიანსაც, ვისაც უნდა ამაში გარკვევა, შეუძლია ჩაიწეროს და ვიწყებ ნულიდან. ხო. სხვათა შორის დღეს დავდეთ პირველი სილაბუსი, სანამ აქ მოვიდოდით. ანონსები იყო, მაგრამ აი გამოცხადება და სილაბუსი დღეს დაიდო. კი ბატონო, ყველასთვის არის. ხო, როგორ უნდა მოხვდნენ ამ პროგრამაში? ჩვენ მოიწერებენ აღწერაში მივუთითებ იმ ლინკს და ვთქვათ. კი ბატონო, ხო, ანუ ორივე სკოლის გვერდზე არის, ლინკზე გადმოდიან, იქ არის მე გასაუბრების ეტაპი არის, რომ ნამდვილად სწორად იქ მოხდი თუ არა. რატომ ვიძახით ახლა ამას? ანუ გჭირდება თუ არა შენ რეალურად სპორტული ნუტრიციოლოგია? თუ გჭირდება ის კურსი, რაც თორნიკესთან არის. დამწყების, ხო? იმიტომ რომ შენთვის თუ ბევრი ტერმინის ბრახაბრუხი ატყდა ერთ კურსში, უბრალოდ დაიკარგები, ხო? და წყალში გადაყრილი არის ის შენი დრო, რომელსაც იქ გაატარებ. ხო. შესაბამისად, ანუ ხდება აბსოლუტურად ყველასთან გასაუბრება, ჩაინიშნება ქოლი და მათთან, ანუ მათ საჭიროებებზე ვისაუბრებთ, რამდენად ჭირდება ეს კურსი. განკუთვნილი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს, ანუ პირობითად კვება, სპორტული კვება, რომელი სპორტული სახეობების რა კვებას აქვს მნიშვნელობა, აღდგენაში როგორ მონაწილეობს და ანუ მთელი ციკლი არის 16 ლექცია არის, რომელიც თავიდან ბოლომდე ვეცადეთ რომ ყველაფერი ჩაგვეტია მათ შორის ჰორმონალური სისტემა და ყველაფერი. აი ხა ჩვენ ვახსენეთ ჰორმონები.
წეღან და ენდოკრინოლოგის ჩართულობა და ამ ნაწილზეც ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ ადამიანი როდესაც იწყებს ან კვებასთან მჭიდრო კავშირს, ან ვარჯიშთან მჭიდრო ურთიერთობა როდესაც აქვს, ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომელი ანალიზები გავიკეთო, რას მივაქციო ყურადღება. და ეხლა ჩვენ რო გავყვეთ სპექტრი რაც არის, ხო, ძალიან დიდია და მე ვეუბნები, რომ ანალიზები და კვლევა ისედაც ჩვეულებრივად რაც არის დადგენილი პროფილაქტიკის მიზნით, როგორც უნდა იკეთებდე, ისე უნდა გაიკეთო და არა იმიტომ რომ ვარჯიშს იწყებ. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო პრაქტიკა, რაც უნდა იყოს ყოველდღიურ ყველასთვის ნორმა, ქალი, მამაკაცი. მივედი რაღაც სისხლის საერთო ანალიზი და ასე შემდეგ, ხო, რაც არის. და ვარჯიშთან მიმართებაში რაიმე განსაკუთრებული კვლევა არ გჭირდება. მიდიხარ სატესტო ვარჯიში ტარდება, მწვრთნელი კომპეტენტური თუ ხდება დარბაზში სატესტო ვარჯიშს რო გიტარებს, ნახულობს რისი საერთოდ რისი რა უნარები გაქვს, ხო? შემდეგ უკვე პერსონალური მწვრთნელის შერჩევა, როდესაც ხდება, აქაც ვეუბნები ხოლმე, რომ არც არ შეუქმნათ ილუზია მომხმარებელს, რომ პირველივე სპლიტი იქნება თუ პროგრამა, რასაც დაწერთ, უნივერსალური იქნება. არა, ერთი თვე შეიძლება ორი თვეც დაგჭირდეს ადამიანზე დაკვირვება. რომელი კუნთის ჯგუფები ჩამორჩება, რა ფსიქოლოგიური ის ექნება, უკავშირი ექნება, საერთოდ ვარჯიში ეს კონკრეტული ტიპი მისი აღმოჩნდება თუ არ აღმოჩნდება. ამიტომ ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა რა. წელაში რაც თქვი, რომ მივედი დარბაზში უფრო დავისტრესე. კი, მე ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ აღარ სიამოვნებდა ფიზიკურად და ერთი თვეც არ მიიყვანა ბოლომდე პირველი თვე. და იპოვო შენი ვარჯიში, ოღონდ ვარჯიში ფიზიკური აქტივობა მხოლოდ აქ არის ხოლმე კიდე ერთი ფაქტორი, რომ არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიამოვნებს და არ არის თუნდაც ის სტრესი, მცირედი პოზიტიური სტრესი, რასაც ვეძახით. სიარული ჩემთვის სირთულე უნდა იყოს, მაგრამ ხო, ძალიან ბევრი იძახის, რომ სიარული ძალიან კარგია და სხვა ფიზიკური აქტივობა მეზარება. სულ არაფერს, რა თქმა უნდა, სიარული ჯობია, მაგრამ შენ თუ ფიზიკურ აქტივობაზე და კუნთის განვითარებაზე ფიქრობ და კუნთმა სრულყოფილად, ყველა კუნთმა თავის ფუნქცია რო შეასრულოს, მხოლოდ სიარული არ კმარა. ხო, თქო. ამიტომ შუალედი, ოქროს შუალედი აქაც უნდა ვიპოვოთ, ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ იქნება მუდმივად ადაპტირებადი და შენი ორგანიზმისთვის ენერგიის დახარჯვა საერთოდ არ მოითხოვს, წყალებში საერთოდ არ მოითხოვს, რა თქმა უნდა, და ფიზიკური აქტივობა, რომელიც საერთოდ არ სიამოვნებს და რომლისთვისაც საერთოდ არ ვარ მზად. ეს ცნობილი ცოტა კლიშე გახდა უკვე no pain no gain, როგორ იქნება ქართულად, ვიცი, ტკივილის გარეშე წინსვლა არ იქნება. ამ ორწინადადებასაც, ორ სიტყვიან წინადადებასაც თავისი საფუძველი აქვს, ეხება ჩვენ რა თქვა, ეს არ ესმით ხოლმე რეალურად ადამიანს, იმიტომ რომ ვისაც ჯერ არ უგრძნია, ეხლა რა ზულს უბრალოდ არ არის აუცილებელი ეს გრძნობა, ეხლა რაც ბაჭო მახსერა, იგრძნობა მაინც ვარჯიში, იმიტომ რომ ადამიანები რაღაცისგან მივიღწვით, ხო, რაღაცისგან მივისწრაფვით, ჩვენი დოფამინერგული ნეირონული სისტემა არის ორიენტირებული იმაზე, რომ განვითარდეთ და განვითარების გრძნობა მოგწონს. ზოგიერთი ადამიანი ამას თავიდანვე ვარჯიში ნახულობს ხოლმე და მე სპორტსმენები ხდებიან, ზოგიერთი ადამიანი სწავლა-განათლებაში, ან კარიერა და შემდგომ კარიერულ მისწრაფებაში, ზოგიერთი გაყიდვებში, ან რა გულისხმობ. ნებისმიერ მიმართებაში არის ხოლმე წერტილი, რა წერტილსაც იცი, თუ არ გაცდი შედეგები ნაკლები გექნება, ან იმ შედეგზე ვერ მიხვალ, რომელზეც გინდა. ფიზიკურ აქტივობაშიც იგივე თამაში არის წერტილი, რა წერტილზე სიძახი რომ დაახლოებით კედელივით გესახება წინ და ეხლა უნდა გავჩერდე. ძალიან ბევრი ეს არის მარტო ემოციური, ეს არის ფიზიოლოგიური სიკეთეები, რომელიც ამ კედლის გადაბიჯებას მოყვება. უბრალოდ ეს კედელი არ უნდა იყოს იმხელა, რომ ისე დაგვაწყვეს, რომ დაგვაზიანოს, რას ვსახით, ბაჭო მახსენდა დადებითი სტრესი. ფიზიკური აქტივობა არის სტრესი. მაგრამ წეგან მოხსენეთ, რომ სტრესი ცუდია. მაშინ სად შემოდის ეს ორი დებულება ერთმანეთში? არსებობს ეუსტრესი, სტრესი, რომელიც არის მცირეოდენობით, რომელიც დიდი ოდენობით აგაზიანებდა და დისტრესი, ქრონიკული სტრესი. ეუსტრესი არის ხოლმე როგორც წესი ხანმოკლე მწვავე სტრესი. მაგალითად, ვარჯიში ხანმოკლეა და იმას დიწონებს ეჭიდები, ვიდრე ვაქცინასავით არის სტრესის ვაქცინასავით. ზუსტად წინასწარ მიღებული და ნებაყოფლობით ეს არის მნიშვნელოვანი. შენ აირჩიე და მაგიტომ იმიტომ რომ მე რომ 10 კილოგრამიანი გირი ავწიე ერთი თემა, ეს არის ეუსტრესი და მე რომ 70 კილოგრამიანი ლოდი დამედოს მხრებზე და ამით მომიწიოს აქედან ორი კვირის განმავლობაში სტაბილურად სიარული, ეს უკვე დისტრესია ჩემი მთელი ორგანიზმისთვის. ეს წერტილია, სადაც ყველაფერი არაფერი no pain no gains უფრო მეტად ახასიათებს ხოლმე, რომ ბოლომდე,
დავიხარჯო, აღარ ვარგოდი ადამიანად და ამასობაში თუ ამას ადამიანს ეთქვი, მე მქონია ხოლმე რომ ხო, იმ pain-საც უნდა ზომიერებ. აბა რა მეგობართან ერთად ვარჯიშობდი, რომელიც წოდ ამ პრინციპით მიყვებოდა და უბრალოდ ვიცოდი რომ თუ მასთან ერთად ვარჯიშობდი, ის დღე უკვე დაკარგული მქონდა. იმიტომ რომ ვეღარც მუშაობ, ვეღარც ვკითხულობ, უბრალოდ მინდა ვიჯდე და ბუნებას უყურო, რომელიც ასევე სწორია. უბრალოდ პრიორიტეტების ამბავია, ხო, მე თუ მოქვს ამის ფუფუნება, რა თქმა უნდა. თუმცა მე თუ სხვა პრიორიტეტებით შემოდის და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე ამდენს, რომ 21 საუკუნეში აი ამ წელს სადაც ვართ, იმდენი ქაოტური ფაქტორი, რომელიც ჩვენს დამოკიდებული არ არის, აი ამ გამორკვევით პროცესში გვიწევს ყოფნა. და კიდევ ერთხელ მაგიტომ უნდა გვავიწყდეს სუბუქი ფიზიკური აქტივობები მთელი დღის განმავლობაში, რომელიც ასევე ფიზიკური აქტივობაა. ხო, ეს თან პატარ-პატარა სტრესები მე რაღაცა ეჩვევი და მე კიდე ახალიც ცოტა კიდე პატარა საჭირო არის ხოლმე რა მაგალითად მე ძალიან დიდი ხანი არ მიყვარდა სარბენი ბილიკი ყოველთვის კარდიოს ვსწავლობდი ან ველოსიპედი გამიკეთებინა ან სხვა რაღაცებით და ამბობ დროს დავიწყე სარბენი ბილიკზე დგომა რაც ძალიან არ მიყვარდა მაგრამ გადავლახე და მივეჩვიე მაგრამ მე მივხვდი რომ უკვე საგან ყოფნიდა და ავირჩიე თქვა ის პროგრამებს რო ირჩევ სადაც პერიოდულად სპრინტი გიწევს ხოლმე რა ესეთი რუტინები რო არის და ნუ ეგ ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ნუ ესეთი ძალიან იყო რა ხაბერ შევძელი, მაგრამ ეგ რო გადავლახე, ეხა ყველა მისვლაზე ვაკეთებ ისე რომ რაღაცა 3-4 ან 5 ჯერ მაინც სიბილის გამოში სპრინტი გავაკეთო. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სამაგეროდ შედეგზე აისახა და კიდე უფრო მეტ იმაში აზარტში მოვედი, ასე ვთქვათ, ამ პატარ-პატარა სტრესების ბარიერების დაძლევით. შენ თუ გახსოვს პირველად რო დაიწყე კრივის ვარჯიში. უბრალოდ მახსოვს. და აი თითოეული მოძრაობა როგორი რთულია, ხო? აი შევშოთ სპორტულ აქტივობას, ფიზიკურ აქტივობას, ხო? აი რაღაცა მივედი პირველი დღე ახალ სამსახურში, ამ ხელა სტრესია, მეორე დღე შედარებით ნაკლები ვეჩვევით მე. და მე სანამ ბევრი საქმე თავზე არ დაგვეყრება, არ ვიტყვით რომ რაღაცა დავისწროს. ბევრი რო დაგვეყრება, ვაიმე რა მძიმე, მაგრამ ამასაც ეჩვევი. იგივეა ვარჯიშიც, ხო? ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ანუ დავიწყე პირობითად კრივი რაღაცა ორი მოძრაობა გავაკეთე, ბიჭო რა რთულია, ამას ვერასდროს ვერ ვისწავლი. გავიდა რაღაც პერიოდი, გადახრა გავაკეთე, რაღაცა გავაკეთე, ტომარასთან დავდექი. ტომარას დავარტყი, ბიჭო როგორი უკუცემა, მომამტრია მკლავი და ამას ვერასდროს ვერ მივეჩვევი. ეჩვევი, ყველაფერს ეჩვევი, ხო? უბრალოდ ეს შეჩევის პროცესი უნდა იყოს თანდათანობითი. ერთიანად, აი მარტივ ფრაზებში არის ხოლმე რეალურად რაღაც ჭეშმარიტებები და ერთიანად არაფერი არ ვარგა, ბევრი არაფერი არ ვარგა. ბევრი კალორიული დეფიციტი არ ვარგა, ბევრი კალორიული პროფიციტი არ ვარგა, ბევრი ვარჯიში არ ვარგა ერთიანად თანდათანობით. ნაბიჯ, ხო. ოჩქარეს დაუგვიანდაო და ახლავთ ნელა. ჩვენ 1 საათი გავიდა უკვე. და თქო მალე გავიდა დრო. კაი, ისევ გავაგზავნოთ შემდეგი თემები. დღის რა მონაკვეთში შევჭამთ, მაგას თუ აქვს მნიშვნელობა. ნაკლებად. აი 6 საათამდე ჭამს, მე არ უნდა ჭამოდა ეგეთი. ნაკლებად აქვს მნიშვნელობა დღის რა მონაკვეთში შევწოთ. აქვს მნიშვნელობა და ეხლა გეტყვით როგორ, მაგრამ ალბათ ნაკლებად თუ ვინმე ერთწინადრებიანი პასუხი უნდა და ნაკლებად. ეხლა რატომ ნაკლებად? მე რა მაქვს გაგებული რატო ვკითხულობ ამას ბოდიში? რომ მაგალითად თქვათ შეიძლება კალორიების ის რაოდენობა მიიღო დღის მეორე მონაკვეთში დაიწყო ჭამა, მაგრამ თქვათ დაძინებამდე 1-2 საათი ადრე თუ მიიღე, მე ის უფრო მეტად შეიძლება წავიდეს ცხიმებში, ესეთი ის გამიგე ვიდრე თქვათ ის საკვირასა დილით მიიღებ. ესე იგი, ადეკვატური რჩევაა, რომ დაძინებამდე 2-3 საათი ადრე მორჩეთ კვებას. არა იმიტომ, რომ ამ დროს მიღებული კალორიები რაღაც განსხვავებულ ჯადოსნურ პროცესებს გადის. მაშინ როცა მართლა იცვლება ჰორმონალური ბალანსი, რომელიც დამოკიდებულია ცირკადულ რიტმზე, მიუხედავად იმისა, რომელი საათია ეხლა, მე მაქვს შეშინებული ის საათი, რომელიც მართავს ძალიან ბევრ პროცესს, მათ შორის ჰორმონების გამოყოფას. ამას ბევრი რამეა დამოკიდებული, თუმცა ჯადოსნური პროცესი, რომელიც 6 საათის შემდგომ მიღებულ ყველა საკვებს უფრო ცხიმის დამარაგებისკენ მიმართავს, ვიდრე არ, ესეთი რამე არ არსებობს. რატომ გვინდა 2-3 საათი ადრე კვების დამთავრება, იმიტომ რომ საჭმელობელი სისტემის აქტივობა და ძილის პროცესები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ხო, მე არ მინდა კარგად დაისვენო, ხო? კარგად დაისვენო, მონელების პროცესი იმ დროს დამთავრდეს, როცა საჭიროა და ვიზახით რომ რაც უფრო დიდია ულუფა და რთულად გადასამუშავებელი, მით უფრო დავაშოროთ დაძინებას, ხო? თუ მივდივართ დღესასწაულზე ოჯახთან, დაძინებამდე 2 საათი ადრე ქართული სუფრის შემდგომ გაგვიჭირდება. ერთი დაძინება გაგვიჭირდება და თვითონ მიღებულ საკვებს გადამუშავების პროცესი, რომელიც ძილის ხარისხიც ცუდი იქნება. აუცილებლად ცუდი იქნება, შეიძლება დასვენებული არ იქნება. აი ზუსტად ეს არის განსხვავება, გიორგი, კარგია რომ ახსენე. ჩაძინების პრობლემა შეიძლება არ მქონდეს. ბევრჯერ ქონია, ხო? იმდენი ვჭამე, რომ იქვე მაგიდაზე კიდე აღამ დამეძინა.
ჩაძინების პრობლემა თუ არ გვაქვს, პრობლემები ჩდება ღრმა ძილის ფაზებზე, რომელსაც ჩვენ არავინ გვეუბნება, თუმცა ვიღვიძებთ და თითქოს არ გვიძინია. კი. ანუ ისევ დაღლილი ვიღვიძებ. ამიტომ გვინდა დაძინამდე 2-3 საათი ადრე, ან თუ დიდი ულუფაა კიდევ უფრო ადრე დასრულებული ქონდეს კვება, ან თუ მცირე ულუფაა, ხემსი, რძის პროდუქტი, მცირეოდენ თხილაულთან ერთად შემიძლია მივაახლოვო დაძინების ამ პერიოდს. ანუ 6 საათის მერე არაფერი ჯადოსნური ფერი არ ჩამოდის დედამიწაზე და არ გვიზღუდავს კალორიების მოხმარებას მათ შორის არც ნახრწლების. უბრალოდ ადეკვატური ნათქვამია ის, რომ მე თუ მინდა დღის განმავლობაში კალორიულ ბალანსში დავრჩა და თუ ვიცი რა საკვები მაქვს მისაღები და რა მაქვს მიღებული დიდი ულუფა დღის პირველ ნახევარში, მთელი დარჩენილი დღე მაქვს იმისთვის, რომ ადეკვატურად გადავანაწილოს სწორედ ის ფიზიკური აქტივობები, ეს ვარჯიში იქნება თუ არასავარჯიშო აქტივობები, რომელიც მჭირდება კალორიულ ნორმაში დასარჩენად. ანუ მე თუ ვიცი, რომ დილით შუადღეს ცოტა მეტი კალორიული ბალანსი დამერღვა, ანუ საუზმეზე და სადილზე სამსახურში ტორტის ჭამა მომიწია დაბადების დღე. ზუსტად, ან ლანჩი გამოვიძახეთ, პიცის დღე გვაქვს, უარს ვერ ვიტყვი, უბრალოდ არ ვიტყვი. იმიტომ რომ როგორც ბაჭუნ თქვა, სოციალური აქტივობები არანაკლებ მნიშვნელოვანია კეთილდღეობისთვის. აი, რაც შეეხება თუ ესე მოხდა, უკვე მე გავსაზღვრავ იმას, რომ მაგიდასთან კი არ ვიჯდებ, ფეხზე ვიდგე, კიბეები გამოვიყენო, მანქანას რომ საპარკინგზე ზოლს ვერ ვიპოვი და შორს დავაყენებ, არ მეწყინოს და გამიხარდეს, რომ ფეხით მაქვს გასავლელი და აი ამ ნაწილით უფრო დავაბალანსებ დღის განმავლობაში მისაღებ, თორე კალორიებს რო შევყვეთ და მის ბალანსში ვისაუბროთ, ბევრი ადამიანი ასევე კალორიებს განიხილავს, როგორც არა მარტო ერთი დღის, არამედ ყოველ კვირეულ ჭრილში, ანუ კვირის განმავლობაში როგორ შევძელი ჩემი კალორიული ბალანსის დაცვა. მაშინ როცა ორივე ადეკვატურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თუ ჩემი კალორიული ნორმას გადავაჭარბე 500 კალორიით, ეს არ არის ქვეყნის დასასრული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მე მინდა ბალანსში დავრჩე, მთელი დარჩენილი დღეები მოხსენ იმისთვის, რომ ეს ბალანსი სადმე აღვიდგინო. შეზღუდვებით კი არა. ანუ დღეს თუ 500 კალორიით გადავაჭარბე, ხვალ საერთოდ არაფერი მივირთვა, იმიტომ რომ ზეგ მოყვება ის, რომ ისევ 500 კალორიით გადააჭარბებ, მე არაფერს მიღებ, მე 1500-ით გადააჭარბებ. ყველაფერი არაფერი პრინციპს მიყურებთ ხოლმე და რაც თავარია ჩვენ თავთან ბრძოლაში ვაგებთ 20 კალორიით მეტი და 1 ლუკმით მეტი არაფერს ნიშნავს უბრალოდ ვიღაცამ დიეტა დამიწერა და ამ დიეტას 1 ლუკმით გადაუხვიე ანუ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა და დავამატე 20 დამატებით ლუკმა აი ის რომ გადაუწყვიტე და 20 დამატებით ლუკმა დავამატე და მეორე დღეს ვიშიმშილე ეგ არის პროცესში რაც გვაბრკოლებს და არა ის რომ 1 ლუკმით ზედმეტი მოგვიყვება ხო ისედაც დავარღვიე და ბარემ შევჭამრო ზუსტად ხო, ეს ჩემთვის ხა კარგი ამბავია, იმიტომ რომ ცოტა გვიან მიყვარს ხოლმე ჭამა. დღეს გამობაში შემილია რომ რაღაც საქმეში ვცხოვრ გართული რომ საერთოდ საღამომდე ისე მივატან რომ არც გამახსენდეს და. ხო, მაღაზია გქონდა, აი ხა ვორქშოპი რო გქონდა, ზუსტად მაღაზია ვსაუბრობდით რომ 6-ის მერე არ ჭამოდა, რაღაცა ის გქონდა, გაშარჟებულიც გქონდა, პატარა რილსი გვეტო მაგ იმაზე. აი თორნიკემ რაც ახსენა, ცირკადული რითმები, ძალიან ბევრი აპელირებს ხოლმე ამაზე, რომ შენ თუ ღამე ჭამე, აღარ მოხდება ზრდის ჰორმონის სეკრეცია, ინსულინი იქნება აქტიური მთელი ღამის განმავლობაში, შესაბამისად არ მოხდება ანუ შენი ზრდის ჰორმონის სეკრეცია და შენი ცხიმი არ დაიწება. და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მიგიყვანს ცუდ შედეგამდე. ანუ ჩვენი ჰორმონები ბევრად ძლიერია ვიდრე რაღაცები და მით უმეტეს ცირკადულ რითმზე რო სასაუბრობთ და ბიორითმზე ის რაც ჩვენს ორგანიზმში ჩადებული არის რომ ჰორმონის სეკრეცია უნდა მოხდეს ამ და ამ დროს მოხდება. უბრალოდ შეიძლება იმ რაოდენობით არ მოხდეს. ზრდის ჰორმონის როლიც ვთქვათ რომ ზრდასრულ ასაკში ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის როგორც მოზარდის შემთხვევაში, ხო? დაახლოებით 10 ჯერ მცირდება მისი სეკრეცია. ამიტომ აი ერთ კომპონენტზე, მონოკომპონენტზე აპელირება რომ ეს ამას აზიანებს და ამიტომ ღამე არ უნდა ვჭამო, უკვე არასწორი მიდგომა. იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ ისეთი ფიზიოლოგია, რომელიც დღეს თუ ღამე ვჭამე, ამითი დასრულდა ცხოვრება და ვაგრძელებ ზუსტად იმას, რასაც თორნიკე საუბრობდა. ვიღაცისთვის კვირის ჭრილში აღებული კალორიული ბალანსი ბევრად კომფორტულია, ნაკლებს ფიქრობს. იტყვის რომ მთელი კვირის განმავლობაში უნდა მივიღო პირობითად 5000 გრამი ნახშირწყალი. და ამას აქცევს ყურადღებას. დღეს 1000 მივიღე, ხვალ 500 მივიღე. ზეგ 700 მივიღე. ბოდიბილდინგში მაგალითად ძალიან აქტიურია 300, 200, 100, რაღაც ესე მიყვებიან ხოლმე. აღმავალი პირამიდის პრინციპით, ხო? იმიტომ რომ ეს აპრობირებული მეთოდია, მუშა მეთოდები არის, ხო? იქ არის ანუ სპორტსმენი, რომელსაც რელიეფზე ეტყობა ეს ყველაფერი, ანუ რა არის ბოდიბილდინგი და რატო არის ხოლმე კვებასთან მეტად ასოცირებული, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე სხეულზე უნდა აისახოს ეს ყველაფერი და ბოლოს სცენაზე გაგაკ ის შედეგი, აი ეს 6 თვე მე ნახე, ეს გავაკეთე და რა მომცა.
მაშინ როცა სხვა სპორტის სახეობებში შეიძლება ეს არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი. ხო, ანუ მეც აი ეხლა თავიდან რო ახსენე რომ კიდე დრონდები რაღაცორი წარმოდგენა მოთქო ეს მეგონა რო იყო და მეც ესე ვთვლიდი რომ ყველაზე კალორიული თქო ჯობია საუზმე იყოს და ესეთი უფრო ჯანმრთელი მეგონა და მე ნელ-ნელა დღის განმავლობაში დააკლო, მაგრამ ნუ თუმცა სხვა მიზეზი ყოფილა როგორც შენ ახსენი, სხვა სარგებელი ქონია ამას და არა ის რომ რაღაც ორგანიზმში პროცესები იცვლება. მეც ახლა საღამოს და ტელევიზორთან გემრიელი რაღაც ფილმის ყურების დროს გემრიელი ჩამომიჩვენე. შენ წარმოიდგინე სამყარო, სადაც საღამოს 6-ის მერე, რავი, ოჯახები ვიკრიბებით 6-ის მერე. მეგობრები ვიკრიბებთ 6-ის. ხო, გადასკოჩილი როზი ხარ, რა. ან ოკეი, ვსაუბრობთ, არაფერს პირში არ ვიკარებთ. ანუ ხო, ან მარტო უშაქრო ჩაისო. რატო? იმიტომ რომ ხვალ რაღაც. ხო, სპორტსმენის ცხოვრება სულ სხვაა, მაგას სულ ვიძახი ხოლმე, რომ copy paste ხდება. აი ეს ფიტნეს ბლოგერი ან ეს სპორტსმენი, აი ეს აკეთებს, ბიჭო, იმას სხვა ცხოვრება აქვს. იმას სასწორზე უდევს რაღაცა შედეგი. დღეში შეიძლება 5 საათი ვარჯიშობდეს. ხო, იმისთვის სასწორზე დევს პრიორიტეტი ნომერი 1 არის, რომ გავიდა სცენაზე, რაღაცა გააკეთა, გავიდა რინგზე, რაღაცა გააკეთა, გავიდა ტატამზე, რაღაცა შედეგი უნდა დადოს. იმას შენ არ უნდა გაუთანაბრო თავი, იმიტომ რომ შენ სულ სხვა ტიპი ხარ. ხო. კარგი, კიდე რაღაცა უკვე თითქმის საათი გავიდა, ცოტა შეგვიძლია ავაჩქაროთ. როგორ გადავყავოთ მაყურებელი, მანამდე ესეთი ისე გვაქვს ხოლმე სპონსორის შეკითხვა, სოკარი არის ჩვენი სპონსორი და ესეთი საკომუნიკაციო პლატფორმა აქვს, შეისვენე და აივსე ენერგიით და სტუმრებს ვეკითხები ხოლმე, როგორ ურჩევნიათ მათთვის ყველაზე კომფორტული დასვენება რა არის, ხო თქვენ, ჩემთვის ადამიანი ვინც ოფისში მუშაობს, იმისთვის შეიძლება დასვენება იყოს დარბაზში წასვლა და ვარჯიში და რაღაცა ან ბოქსი ან ცურვა ან რაღაცა. თქვენთვის როგორ არის? ყველაზე ესეთი გარემო და აქტივობა რა არის, სადაც ისვენებ. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენების საშუალება არის მასაჟი. მასაჟი? კი, აი ყველაფერს მისჭევდი. როგორი ან მანდაც ხო რაღაცა ესენი? სარელაქსაციო, სპორტული და ის არა. სპორტული მასაჟი არის ხოლმე კონკრეტული მზადების დროს. ისე სარელაქსაციო მასაჟი არის აი ბავშვობიდან მიყვარს რა. აი ვაფარენ. 15 წუთიანი წაძინება. ამ შესვენებას თუ ამას მიზანი აქვს რომ გავავდგე და დამატებით ენერგია მქონდეს, ყველაზე ეფექტური, ყოველ შემთხვევაში საყვარელიც ალბათ power nap 15 წუთი. გამოგდის ხოლმე რაზეც არ გამოდის, თუ ჩავიძინე, შეიძლება საათნახევარი გადავაბადო. უნარია ეგეც ცი. ყოველ ჯერზე 20 წუთიან ტაიმერსო დააყენებ, მე როგორ თავისით მოხდება. ხო. ანუ ხშირად ცდილობ ხოლმე ეს power nap-ი, ანუ power naps. არის შუადღის წაძინება. ხო, შუადღის წაძინება. სწრაფი წაძინება. ენერგიის შესაძინება. ანუ ისე დასასვენებლად თუ ესეთი აქტივობა საუნა მახსენდება, მასაჟის არ იყოს. საუნა არის სადაც აი განსხვავებული ახალი ადამიანი გამოვა საუნა და ცივი წყალი. უი, ამ გახსენებაზე საუნა რამდენად კარგი არის ჯანმრთელობისთვის და ვარჯიშის მერე რომ საუნაში შედიან ხოლმე. მან არის რეკომენდირებული დოზირებები არის და ხშირად გასახდომად იყენებენ ხოლმე. ხო, მან საუნაში რა ხდება, მაღალ ტემპერატურაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში, ანუ სისარღვები ფართოდება, რაღაცა წუთიერად ხდება კი ბატონო, რაღაც აჩქარება პროცესის და პლუს ხდება დიდი რაოდენობით დეჰიდრაცია, ხო? ანუ გამოდის ორგანიზმიდან სითხე. ანუ ამის პერმანენტული კეთება, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს ვარჯიშის შემდეგ, როდესაც ისედაც ეს პროცესი მთელი ვარჯიშის პროცესში წარიმართა. იმისთვის რომ კუნთი მოვადუნო, გასაგებია 5 წუთი საკმარისია რომ მოხდეს, მაგრამ ყოველი ვარჯიშის მერე ესეც არ არის, ხო, მიზანშეწონილი. მე თუ ამ პროცესს ვაკეთებ, მეორე დღეს აქტიური ვარჯიში არ უნდა მქონდეს. იმიტომ რომ ეს ეფექტი მიყვება 24-დან 48 საათამდე და ყოველი ვარჯიშის მერე შევედი საუნაში დამატებით ეს გავაკეთე. გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოო ჯამში მყესებზე, სახსრებზე დისკომფორტი გაჩნდება, იმიტომ რომ სითხესთან ერთად ჩვენ კარგავთ მინერალებს, ვიტამინებს. შესაბამისად გვექნება რაღაცის დეფიციტი. ანუ იდეაში ისთვის, ანუ საუნის თავის სარგებელი მოდუნება, რელაქსი არის. ვიღაცისთვის ეს არის მოდუნება, ხო? და არა ის რომ, ასე რომ, ნუ გულსისხლთა სისტემისთვისაც ცუდი არის დიდი ხნის განმავლობაში, მაგასაც არაერთი კვლევა აჩვენებს. გაიჩინე რა წერტილიდან იწყებ ალბათ, იმიტომ რომ აი დამაძალე და ეს ქონა ხოლმე გამოცდილება ადრე
ხედავდი რომ მამა გამოცდილი საუნის მომხმარებელია და შვილს ეუბნება და თითქმის გაფიცრებულია. საუნაში როგორ უნდა გაფიცრდე, მაგრამ საუნაში გაფიცრებულია და ანუ აძალებს რომ აბა კიდე ანუ მაშინ აქ გამძლეობის ამბავზეა რეალურად და რეალურად საიდან იწყებს ხო ადამიანი, იმიტომ რომ ჩემთვის თუ 10-15 წუთი ის პერიოდია, როცა მე გვიან ვიწყებ უკვე ანუ ოფლის დენაც და ასე შემდგომ ეფექტებსაც, ჩემთვის რელაქსის ამბავი უფრო მეტად არის. და ამასობაში მე რაც მაქვს ნახე ყოველ შემთხვევაში ძალიან ესეთი აზრია გაჩენილი საუნის ნაწილზე და ასევე ცივი, ანუ ექსტრემალური ტემპერატურასთან კავშირი. რეალურად ჩვენ ყოველთვის თერმოსტატში ვართ ხოლმე და ტემპერატურული ცვლილება ჩვენზე არ აისახება და ყოველთვის შესაბამისად გვაცვია და ვფიქრობ რომ ეს ტემპერატურული უკიდურესობებთან შეხება თავის ბენეფიტს იძლევა რაღაცების აქტივაციის. ეს რაღაცები ჯერ ბოლომდე რა არის არ ვიცით, ვფიქრობ რომ ესეთი პროტეინები არსებობს და გადასხმა უწევს რაღაცა. ასე ესეთი პროტეინები, ჰიტ შოკ პროტეინი, ანუ სიცხის შოკური პროტეინი, რომელსაც უნარი აქვს რომ უჯრედში ცვლილებები აწარმოოს, მათ შორის უჯრედის ბირთვზე. და ვფიქრობ რომ შეიძლება ზოგიერთი ნეიროდეგენერაციული დაავადების, ანუ იმ დაავადების, რომელსაც მოყვება ნერვული ქსოვილის დეგენერაცია და იმპულსების გადაცემის დარღვევა, მაგალითად ალცჰეიმერი, აი ესეთი დაავადებების შესაძლო პრევენცია, უბრალოდ ამაზე ბევრი კვლევა ჩატარებელი, მაგრამ აზრი მომწონს, ამასობაში საუნებს ემუნებს, ასე რომ კაი, გასაგებია. შევისვენეთ და მივადექით ახლა ესეთ ძალიან მტკივნეულ თემას და საკამათოს და სკანდალოს. ეს არის ვეგანური კვება და ვარჯიში. რამდენად ადამიანი, რომელიც არის ვეგანი, ვეგანურად იკვებება, რამდენად შეუძლია რომ მიიღოს ის საჭირო ნუტრიენტები, რაც მისთვის საჭიროა, თან თუ ვარჯიშობს კიდევაც. აი, მოდი ცილების საკმარის რაოდენობა და შემდეგ. ვეგანურ კვებას შესაძლოა გავუკეთებ და ვარჯიშზე ოკეი. ვეგეტარიანული და ვეგანური კვება, ანუ ეს ორი ერთად მოიაზრება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთისგან ნუტრიენტული ღირებულებით განსხვავებულია. ანუ მცენარეული კვების აქვს თავისი. ბოდიში შეგაწყვეტენ ფაქტობ თქვი რომ მტკივნეული არის, იმიტომ რომ ვინც ვეგანი არის, ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ხოლმე ამას, როცა ეუბნები. ვინმე აკრიტიკებს რაღაც ამბობს რომ შეიძლება არ იყოს ესეთი. ესე იგი, ხაზი მინდა გავუსვა რომ აი ეს მცენარეული კვების სტილი არის სპექტრი. მე შეიძლება ვიყო ვეგანი, ანუ ექსკლუზიურად მცენარეულ კვებებს ვიღებდე და ცხოველთან დაკავშირებულ არაფერ კვებას არ მოვიხმარდა საკვებ პროდუქტებს. შეიძლება ვიყო ვეგეტარიანელი, შეიძლება ვიყო ადამიანი, ვისაც ჩართული აქვს რძის პროდუქტები ხანგამოშვებით, ან კვერცხის ხანგამოშვებით, ან ლაქტოვეგეტარიანელი, შეიძლება ვიყო პესკეტარიანელი. ანუ სპექტრია. რას ვირჩევ მცენარეული კვებიდან ექსკლუზიურად მცენარეულს მივყვები, თუ მაქვს ცხოველური დანამატებით, კვერცხის და ზღვის პროდუქტების ან რძის პროდუქტების ჩართულობით. ამ ყველა სპექტრს, ან ჩვენ ვიძახით რომ დაბალანსებულ კვებას როცა მოვშორდებით და გადავდივართ რაღაც საკვები ჯგუფების ამოღებაზე, ან პირიქით წინ წამოწევაზე, არის ნუტრიენტები, სადაც აშკარად მეტი მიღებაა მათი, მაგალითად ბოჭკო არის მაღალი მოხმარების სწორ მცენარეულ კვების სტილზე, იმიტომ რომ არის ბევრი პროდუქტი, რომელიც ვეგანურია, მაგრამ არა ჯანსაღი. ხო? და საპირისპიროდ რა პროდუქტებს ვცილდები და ამ პროდუქტებში რა ნუტრიენტებია, რომელსაც არ ვიღებ, ანუ რომლის რისკის დეფიციტის რისკის ქვეშ ვარ. ნახეთ, რისკის ქვეშ ვარ. ეს არის აუცილებელი კი ან არა პასუხი. მაშინ როცა ესეთი სპექტრია, ამასობაში უნდა ვიცოდეთ ის, რომ მცენარეული კვების სტილი ადამიანის შემთხვევაში უფრო მეტად არის ხოლმე არა გააზრებული წონისკლების გადაწყვეტილება, არამედ სხვა ეთიკურ, რელიგიურ, მორალური არჩევანი. შესაბამისად, სანამ ამ არჩევანს ზოგადად გავაკრიტიკებთ, ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ ეს ადამიანები უმეტესად ვინც მიყვება მცენარეულ კვების სტილს, ამას კონკრეტულ მიზეზის გამო ირჩევენ. შესაბამისად, როგორც ნებისმიერ არჩევანი იქნებოდა, უნდა მოვეკიდოთ ამ არჩევანს შესაბამისი პატივისცემით, ამიტომ არის ხოლმე ნეგატიური და სენსიტიური თემა. და ამასობაში ის უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი ვინც წონისკლებისთვის ირჩევს ექსკლუზიურად მცენარეულ კვების სტილს, კითხვა უნდა დასვას, რატომ ვირჩევ და რა შედეგი მინდა მივიღო. და ესე ანუ ბრმად მითხრეს კარგია და ავირჩიე არც ვეგეტარიანული კვება, კარგია, არც ექსკლუზიურად ხორცის დიეტა, არც კეტო დიეტა. აი, როცა შევდივართ რატომ ავირჩიე და თუ ამას შორდებით მორალურ ეთიკურ გადაწყვეტილებებს და მოვდივართ ფიზიოლოგიაში რა ხდება, სუბტად ფიზიოლოგიურად ვიცით რომ კიდევ ერთხელ როცა ხდება რაღაცა კომპონენტების ამოღება, ანუ მისი რისკის დეფიციტი იზრდება. ეხლა ვისაუბროთ რა რისკის დეფიციტი აქვს, ვსაუბრობ ექსკლუზიურად დეფიციტის რისკი აქვს. ექსკლუზიურად ვეგან კვების მიმდევართ. ესე იგი, პირველი ნუტრიენტი, რომელსაც ვაკვირდები, ეს არის B12 ვიტამინი.
ნუტრიენტი, რომელსაც ვაკვირდები, ეს არის რკინა, მათ შორის ათლეტებში და მათ შორის ათლეტ ქალებში, ბაჩვამაზე მეც გვეტყვის. ეს ნუტრიენტი შეიძლება იყოს ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით კვერცხის გულშია, რომელიც ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინის წინარე სუბსტრატია, რომელიც ნერვულ იმპულსის გადაცემაში და ჩვენ ემოციურ კოგნიტურ კონტროლში დიდ როლს თამაშობს. ეს ნუტრიენტი და ეხლა გავდივართ უკვე ასევე შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მე თუ ზღვის პროდუქტებს არ მოვიხმარ, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ცხოველური ჯანსაღი ცხიმების ნაკლებობაც. შემოდის ეს მარტო ზღვის პროდუქტებშია? ძალიან კაი კითხვა, გიორგი. ომეგა-3 მე მიყვარს ზღვის პროდუქტები და ომეგა-3 ცხიმოვანი ჯაობის, როგორც მცენარეული წყაროები გვაქვს, ისე გვაქვს ცხოველური. ზღვის პროდუქტები გამორჩეული წყაროა ომეგა-3 ცხიმოვანი ჯაობის, იმას არ ნიშნავს, რომ მცირე ოდენობით, ან მცირე ოდენობით ხორცში ან კვერცხში არ ხვდებით, თუმცა ისეთი ოდენობით, რომ არარელევანტურია ხოლმე ხშირად შესავსებად. მცენარეულში გვაქვს ომეგა-3, ძალიან კარგი წყაროა, ჩიას თესლი, სელის თესლი, ძალიან კარგი წყაროა მისგან მიღებული ზეთები. უბრალოდ მოვიცადოთ ის, რომ მაშინ როცა ეს მცენარეული პროდუქტები ომეგა-3-ის კარგი წყაროა, ის ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ომეგა-3, რომელიც მცენარეებში ხვდებით არის ALA, ესეთი აკრონიმია, ალფა-ლინოლენის მჟავა, რომელიც ეფექტურ წყაროდ, ანუ რასაც ორგანიზმი გამოიყენებს თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებისთვის, გარდაქმნა ხდება 5-10%-ით. ეხლა 5-10%-ით ძალიან საინტერესოა, როგორ მოქმედებს კვება და გეოგრაფიული განაწილების ლოკაცია ის ქვეყნები, სადაც რომელთაც ზღვის პროდუქტებთან მუდმივი ცნობა ჰქონდათ, საუბარი მაქვს აღმოსავლეთის ქვეყნებზე, მათთან მცენარეული საკვებიდან მიღებული ამ ომეგა-3-ის გადაკონვერტირება ეფექტურ ფორმად უფრო დაბალია, იმიტომ რომ საჭიროებაც არ ქონიათ. სანაცვლოდ ხალხი, ვინც ცხოვრობდა მოშორებით წყლისგან და არ ქონდა ზღვის პროდუქტების მოხმარება, უფრო მაღალი ანუ სუბთა გადარჩენის და ევოლუციური ადაპტაციის ამბავია. ასე რომ, ეხლა უნდა ვისაუბროთ მე კავკასიის რეგიონზე და ვთქვათ, რამდენად იყო ჩვენს პროდუქტებში ზღვის პროდუქტების ჩართულობა და თვითონ ჩვენი ქვეყნის განსხვავებულ რეგიონებში ზღვის პროდუქტების ჩართულობა. შესაბამისად, არსებობს ომეგა-3 ცხიმოვანი წყაროები მცენარეული წყაროდან, თუმცა კონვერტაცია ეფექტურ გამოსაყენებელ წყაროდ ნაკლებია. ასე რომ, ზღვის პროდუქტების ჩართულობა უპირატესია ხოლმე, მაგრამ ერთადერთი წყარო არა. ცილები დაგვრჩა ვეგან ადამიანებში და ორი ამბავი ცილაზე. ერთი, ცილის ჯამური ოდენობა, ეხლა რატომ მე თუ ვიღებ ხორცს და ხორცისგან 100 გრამი მზა ქათმის ხორცი იმატებს 25 გრამ ცილას, სიტყვაზე ვიცახე, 100 გრამი ლობიო ან პარკოსნები, რომელიც ყველაზე კარგი ცილის წყაროა მცენარეებს შორის, მაძლევს მზა 7 გრამ ცილას. ანუ დაახლოებით 3ჯერადი თუ მეტი არა განსხვავება ცილის ოდენობას შორის. და ეხლა კითხვა ისმის, რამდენი მცენარეული საკვები უნდა ვჭამო ულუფით, რომ შევავსო ჩემი ცილის საჭიროება და აქ უკვე სპორტსმენ ადამიანებში დგას თუ არა საკითხი საკვები დანამატის ჩართულობით ცილების. ხო, პლუს თქვა, რომ საწულის მონელებელი სისტემა რამდენად მზად არის ამ რაოდენობის სცენარეული საკვების მიღებისას. საერთოდ არის თუ არა ეს სისტემა ბევრი რაოდენობით სცენარეული საკვების მიღებისთვის შექმნილი. ხო, პარკოსნებს ლობი უჭამე და შევიბერე, ხო, ეს ცნობილი ამბავია, იმიტომ რომ პარკოსნებს ესეთი მარტივი მათი გადამუშავების პროცესი არ არის, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ჩვენი პოდკასტი იყო წინა, იქ მახსოვს ერთ-ერთი კომენტარი იყო გამიბრაზდნენ, რომ ხალხი თაობები გაიზარდაო და ეს ბიჭი რასაც იძახის დანაშაული არისო. ვისაც რა უნდა იმკვებით იკვებოს, ამას ვიძახი უბრალოდ თავარი არის გავითვალისწინოთ ის, რომ მე თუ მივსდევ ამა თუ იმ კვების სტილს, რაღაცის დეფიციტი შემექნება და ეს დეფიციტი უნდა აღმოვფხვრა. იმისთვის რომ რაღაცა გამართულად იმუშაოს ჩემმა ორგანიზმმა და მით უმეტეს მე თუ ვარ ფიზიკურად აქტიური ტიპი, ან თუნდაც პროფესიონალი სპორტსმენი, აქ ბევრად მეტი საჭიროებები დგას. ძალიან ხშირად მოყავთ არგუმენტი, რომ ვეგანურ კვებაზე მყოფი ადამიანი ფიზიკურად აქტიური ასე შემდეგ. ანუ ამას თავისი ახსნა აქვს, ხო? პირველი ის, რომ ნახშირწყლოვანი სტრუქტურა მეტი აქვს და მეორე ის, რომ ენერგია ჩვენ თქვით, რომ ანუ საკვების გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს ენერგიას. ანუ მის რაციონში, როდესაც არ არის ხორცი და როცა არ არის ანუ ცხოველური ცილა, რასაც ყველაზე მეტი ენერგია მიაქვს გადამუშავების დროს, შესაბამისად ორგანიზმი ზოგავს ამ ენერგიას და ესეთი ადამიანი ბევრად შეიძლება აქტიური, საუბრის დროსაც ბევრად აქტიური არის, ფიზიკური აქტივობის დროსაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველა ნუტრიენტი აქვს ორგანიზმში. ამიტომ აუცილებლად დგება დანამატების საჭიროება. სრულფასოვანი, მოდი ესე ვთქვათ, სრულფასოვანი კვების დროს იქნება ეს ვეგანური, არ აქვს მნიშვნელობა
ყოველთვის დგება სულფასოვანი კვების დროსაც, როდესაც შენ ხარ ფიზიკურად აქტიური საკვები დანამატების საჭიროება. რატომ, ხო? აი ესეთ მარტივად რო ახსნათ. ჩვენ ვიძახით, რომ ადამიანი ევოლუციურად ადაპტირებადი ცხოველია. ოკეი. დავრბოდით რაღაცა ეგ პირამიდებს ვაშენებდით, ერთ ამბავში ვიყავით, მაგრამ დარბაზებში არ შევდიოდით და კონკრეტული კუნთის ჯგუფის რაღაცა ჰიპერტროფიაზე ორიენტირებულები არ ვიყავით. ახალი ხილია შედარებით, ხო? საუკუნე ნახევარი ვთქვათ, ხო? შესაბამისად, ანუ აი ეს დატვირთვა, რასაც ჩვენს ორგანიზმს ხელოვნურად უქმით, თავისთავად, ანუ ბოლომდე არ ვიცით რა საჭიროებებს მოითხოვს. და ადრე თუ გვიანდგება რაღაცა ტრიგერული სიგნალები ჩდება ხოლმე, რომ ან კუნთი მტკივა, ან ყესი მტკივა, ან რაღაცა. ეს ყველაფერი თავიდან რო ავიცილოთ, სანამ მივალ იქამდე რომ მტკივა, მანამდე გადავწყვიტე, რომ მე ეს კვების ცხოვრების სტილი მაქვს, ოკეი, ამას რა ახლავს ნეგატივი, მოდი ამ ნეგატივის პრევენციაზე ვიფიქრო. გადავწყვიტე, რომ მე პირობითად ბევრი ხორცი უნდა ვჭამო და ბოსტნეული არ მაქვს, ოკეი, ამას რა აქვს ნეგატივი, ამაზე ვიფიქრო და ეს აღმოვხვრა. ხო. ბოსტნეულის როლი სად არის? სად აისახება ფიზიოლოგიაში, რაში გვჭირდება, ამ ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ ერთმნიშვნელოვნად ცუდია, კარგიას არაფერზე არ ვიძახით ხოლმე. ანუ მომწონს და რავი, ახლა თქვით ხო, გემონური თვისებები და ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი. მომწონს, რომ მე ვიკვებები მხოლოდ სცენარები. ან პირიქით ხორცი არ მიყვარს. კი ბატონო. ხო, ეს ხშირად არის ხოლმე ვეგანურ კვების სტილს ამიყვები, უბრალოდ ხორცი არ მიყვარს, ეს ფაქტორიც შემოდის და ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსი, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტას აქვს თავისი დადებითიც და ნეგატივიც. ანუ ნეგატივი რაც იყო, ეს არის შესაძლო ნუტრიენტების დეფიციტის აღმოფხვრა და დადებითი ბევრი მტკიცებულობა გვაქვს მცენარეულ კვებაზე გადასვლისას, მცირდება ძუძუსკიბოს რისკი, მცირდება კოლორექტალური ანუ სწორი ნაწლავის სიმსივნეების რისკი, მცირდება ტიპი 2 დიაბეტის გართულებები, თუმცა ეს პირდაპირ არ არის ასოცირებული რომელიმე კონკრეტულ მცენარეულ პროდუქტთან. ვიზახით ხოლმე, რომ ამას აქვს აკუმულირებადი ეფექტი. ანუ იგივე დადებითი კვებები შეიძლება მომიყვანოს ადამიანმა, ვინც ექსკლუზიურად ცხოველურ კვების სტილს მიყვება და იგივე კვებები შეიძლება მომიყვანოს ადამიანს, ვინც კეტოგენური, ანუ მაღალცხიმოვანი დიეტა ერჩია. ვიზახით ხოლმე, რომ დავფიქრობთ უფრო მეტად, რომ გადაწყვეტას დააკუმულირებულ პროცესებს აქვს მნიშვნელობა. ანუ მაგალითად მე რო გადავწყვიტე დღეიდან, რომ სცენარეული კვების სტილის მიმდევარი ვარ, ოღონდ ჯანსაღი და არა ჯანსაღის არსებობს, ხო, იმიტომ რომ თეთრი პური მცენარეული კვების სტილში ჯდება, ისე როგორც კარტოფილი ფრი. მე თუ გავწყვიტე დაბალანსებულ მცენარეული კვების სტილს მიყვე, რა მოხდა, რამ გაუმჯობესა ეს ქრონიკული თუ მწვავე გართულებების რისკი რამ შემემცირა. ბროკოლის დამატებამ რაციონში თუ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად მე რო უკვე იდენტობა შევიცვალე და ვთქვი რომ დღეიდან ჯანსაღი ვარ, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა დავიწყე, ძილს გამივაქციე ყურადღება, საყურადღებო ადამიანთან კომუნიკაცია გამოვასწორე. ანუ ის ნაბიჯები, რომლებიც აკუმულირებულად ამასთან ერთად გადავდგე. და სანაცვლოდ, როცა ვირჩევ რომ აღარ დავაკვირდე ჩემი კვების სტილს და ისევ დაუბრუნდე მაგალითად ცხოველურ კვების სტილს. რატო არის ასოცირებული ბევრი ხორცის მოხმარება სიმსივნეების გაზრდილ რისკთან. დეტალებში არ შევალ, არის იქ რაღაც კვლევები, რომელსაც თავისი კიდე მიმართებები აქვს, ესეთ ჭრილში განვიხილოთ. მე თუ ხორცს ჭამ, დიდი ალბათობით ბურგერს ჭამ, ანუ ბურგერია დამნაშავე, ბურგერს რო ჭამ, დიდი ალბათობით ბურგერთან ერთად კარტოფილ ფრის და გაზიან სასმელს ხوار მოვიხმარ, ანუ ლუც ხوار მოვიხმარ. როცა ამ ყველაფერს ვაკეთებ, ფეხბურთს ხوار უყურებ მეგობრებთან ერთად ღამის პირველ საათზე. როცა ამ ყველაფერს ვაკეთებ, გვიან ხوار მძინავს. მე მეორე დღეს იპოდინამიაში ხوار ვარ. აქაც ანუ ორივე მხარეს არის ჯამური, აკუმულირებადი ნეგატივი და სარგებელი, რომელიც მოყვება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ყოველთვის მიყვარს ხოლმე რომ მოვშორდეთ პედესტალზე რაღაცის დაყენებას ან პირიქით დემონიზირებას. იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ არის ხოლმე რეალობაში სწორი, მაშინ როცა როგორც ბაჩომ თქვა, ნებისმიერ ნუტრიენტზე შემილიან ჰორმონი ავიღო, ესე მონოერთეულად და გითხრა რატომ არის შენთვის გადამრჩენელი და იგივე ბროკოლიში გითხრა ნუტრიენტი, რომელიც დაგაზიანებს, ან ხორცში გითხრა ამინომჟავა, რომელიც დაგაზიანებს. ესე ერთით არ ხდება ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსური, სადაც 2+2 4-ს არ უდრის ხოლმე და რაღაცეები გადამრავლდება ერთმანეთზე. კარგი, კიდე ინტერვალური შიმშილი არის ეგეთი პოპულარული ამბავი. მაგაზე რაც გეტყვით, ანუ რაღაცა როცა კვების ფანჯარა არის ხოლმე 6 საათი ან 8 საათი და მე 16 საათი ან მეტი შიმშილობთ. ამას რამდენად ჯერ ერთი გასახდომად რამდენად უნდა გამოვიყენოთ ეს და მეორე რა ისა აქვს სარგებელი.
მე ვიყენებ ხოლმე პირადად და მე მიყვარს დიდი ფაჯის კეთება და მე ბოლოში ვარჯიში ბევრს გონია ხოლმე რომ აი დიდი ხანი თუ არ შევჭამ მე ენერგია არ მექნება და რაღაცა და ანუ კუნთი დაიშლა ხო და პირიქით არის ხოლმე 16 საათიანი შიმშილის მერე მივარჯიშია და ყოფილა ძალიან ენერგიაზე კი ბატონო მეც გეტყვი რომ არ ვეძახი ამას შიმშილის ფაზას უბრალოდ დღეს ესე მოეწყო ჩემი ორგანიზმი რომ ჩემი ბოლოკება ან 11 ან 12-ის ნახევარი შეიძლება რაღაც ამ დროს იყოს. ნუ დაახლოებით 2-ზე ვიძინებ, ღამე არის ხოლმე და ეხლაც ანუ ჩვეულებრივ ყავით ვარ, ჩემი საუზმე არის ყავა და ვარჯიშიც როგორც ესე. შაქრის შემცველს ხმარობ 1-5 წელია. სტევია. პლუს ვარჯიშიც ანუ უსმოზე ხდება ხოლმე, ძალიან მომწონს. თავის დროზე ჩემთვის რო გეკითხა რომ შეიძლება ამას ანუ ვერსი ვკეთყოდი რომ ვერ, იმიტომ რომ საუზმე, დილის საუზმე ჩემი ცხოვრების რაღაც განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს ესე მსიამოვნებს. და ძალიან კომფორტულად ვგზნობ თავს, ანუ არ მაწუხებს ის რომ დილით პირობითად არ ვისაუზმე. კვებებიც მე დღის განმავლობაში არ მაქვს ესე განსაზღვრული რომ ანუ 8 საათი ვჭამოთ, როცა მომიწევს ვარჯიშის შემდეგ, როცა მომშვიდე პირველ კვება მაშინ მაქვს ხოლმე. ხან 12 საათი გამოდის, ხან 14 საათი გამოდის, მაგრამ მე რომ მქონდეს რაღაცა კონკრეტული ეხა მიზანი, მზადება, მაგალითად. მზადების პროცესში ამას რა თქმა უნდა არ გავაკეთებდი და თავს ძალას დავატანდი. მზადებას რისთვის მზადებას გულისხმობ? საშიჯიბრო მზადებას ვიძახი, ხო? ანუ აი ბოდიბილდინგის მიმართულებით როცა. იმიტომ რომ იქ ამას მნიშვნელობა აქვს, საათობრივ კვებას მნიშვნელობა აქვს, ანუ თავისი ანაბოლური ფანჯარებიდან გამომდინარე და იმისთვის რომ შენ შეძლო წონის მომატება და შემდეგ დარჩეს იმ შრობას რო დაიწყებ ეგრეთ წოდებულს, იქიდან დარჩეს კუნთოვანი მასა. იმიტომ რომ ეფექტური ამ თვალსაზრისით, ანუ შიმშილის ფაზები, ამ თვალსაზრისით ეფექტური არ არის. შენ შეიძლება იგივე წონაზე დარჩე, მაგრამ მატება როგორც წესი არ არის ხოლმე მკვეთრად გამოხატული, ან თუ არის აი ძალიან დიდი დრო ჭირდება. და ძალიან დიდი რაოდენობით ერთიანად საკვების მიღება, რაც საბოლოო ჯამში არ გაძლევს ისეთ შედეგს, ანუ როგორც წესი წყლის და ცხიმის ხარჯზე ხდება ხოლმე რაღაცა წონის მატება. კლებისთვის არის თუ არა იდეალური გზა, დაწყებისთვის რაღაცა კვებით ჩვეულებების შეცვლისთვის იდეალური გზა არის, მე თუ მკითხა. და ძალიან ამას ხა არ ვიძახი ფიზიოლოგიურად, ამას ვიძახი იმ ადამიანების უკავშირიდან, რომლებიც ამას აკეთებენ, ხო? ხო, ანუ დაწყებისთვის, ანუ რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მართვა ისწავლო ხო კვებაში. ხო, სუფთა მართვა არის. და რა გითხრა ხა გინა კალორაჟი ავიღოთ, ანუ შეიძლება იგივე კალორია მიიღო, იგივე მოწყობის საკვები მიიღო, უბრალოდ შიმშილის ფაზა იზრდება და მართვა სწავლობ. იგივე აი ხა მარხვასთან მიმართებაში ძალიან ბევრი ადამიანი ვინც მარხულობს ხოლმე ხშირად მithkons რომ ადამიანი რომელიც მარხულობს ის სწავლობს უბრალოდ საკვების ფაზს და რაღაცა იმაზე დგება ხო თუ არ გადავედი სამარხო დაჩაზე და ასე შემდეგ ხო ესეც არის მარხვაც არის რა გონების და სხეულის მართვა და რაღაცა ჩვეულებების მართვა ხო და წინ წამოწევა რაღაც ამ ქვეყნებს ცოტა თრკუნა უფრო მეც ამ მიმართებაში თორნიკე იტყვის შიმშილთან მიმართებაში იმიტომ რომ შიმშილის სარგებელი ხო რა შიმშილის სარგებელი კაი მოდი სარგებლით დავიწყოთ ესე იგი ფიქრობენ რომ ერთი ცალსახა არის ის რომ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად კვების ფაზაზე არ არის მორგებული ანუ ადამიანებისთვის ვეკითხები რომ რამდენჯერ მიირთმევ დღეში მეუნება დღეში ერთხელ 99% შემთხვევაში როცა ჩავეკითხები დღეში ერთხელ კი არ მიირთმევს დღეში ერთხელ იცლის სამსახურის ბოლოს რომ დაჯდეს და დიდი საკვები მიირთვას მთელ დღის განმავლობაში თავის მაგიდაზე თუ ამოიწურა საკვები ხემსი მეგობარს აუცილებლად აქვს ხოლმე საცავი ან სადღაც ერთად ინახავენ ანუ ბუნებრივია მესმის ესეც ხდება მით უმეტეს დატვირთული ვარ არ მინდა კვების შესვენება ავიღო მაგრამ მთელი დღე კვების ფაზაში ყოფნა ხო ანუ გამოვიარე ხელს რაღაც ერთი კონტროლის მექანიზმი მაკარგვინებს უკვე განცდა არ მაქვს რამდენი საკვები მივიღე და ეგ სწორედ შენ პასუხში ჩანს როცა მეუბნები რომ ერთხელი კვებები იმიტომ რომ უკვე განცდა გაქვს დაკარგული რომ ის ყველა სხვა საკვებიც საკვებია ხო ამიტომ ერთი მაკარგვინებს განცდას რამდენი საკვები შეიძლება აი ამ ხელა რაღაცა ის შეჭამო ქვია შოკოლადის ისა და იყოს 500 კალორია აქვს და მე არ გავითვალისწინე და ამიტომ საღამოსაც მგონია რომ ბევრი ენერგია მჭირდება თან შეა რეალურად ისეთი დრო გავიდა და ან თხილი შეჭამე ან რაღაცა იმას თხილეული რომელიც ჯანსაღია მაგრამ თხილეული არ არის დაბალკალორიული ხემსი ხო 100 გრამი ნუში 600 კალორიის მომცემია უხეშად ვიძახი ამიტომ დღის ბოლოს სახლში მივდივარ და თან ამასობაში დიდი ხანი გავიდა ბოლო ხემსამდე და ვიღაცა ნერვები მომიშალა სამ სახლისკენ გზაში ოღონდ ვინმე არ გადამეფაროს მაცივრის გზაზე იმასაც მივაყოლებ
ანუ ეს არის ის აკუმულირებადი ნეგატივი, რასაც დღის განმავლობაში მუდმივად ახემსება და კვებისთვის დროის დათმობას არ მოაქვს, იმიტომ რომ უმრავლესობა ადამიანი კონტროლის მექანიზმებით არ ვერ დაიკვეხნის ხოლმე კვების ნაწილში. და ამიტომ კვებათა შორის შუალედების დაცვას ისევე როგორც ინტერვალური კვების დანერგვას თავისი ბენეფიტი აქვს აღდგენაში, იმ ჩვეულებების აღდგენაში, რომელთაც უნდა გქონდეს, რომ ჩვენი კვება იყოს გააზრებული. დადებითი რაც ახლავს აქვს ასევე დიდი გავლენა შეიძლება კონდეს დადებითი გავლენა კალორიულ დეფიციტზე, თუმცა წონის კლებისთვის შექმნილი დიეტა არ არის ინტერვალური კვება. წინ გიზიარ ადამიანი, ვინც დღეში ერთი კვების guidelines მიყვებოდა, OMAD დაიეტია, 1 meal a day, ანუ 23 საათი დაახლოებით ჭამ შიმშილობდა 1 საათი ჭამ, 1 საათი იმიჯოჭამ, იმიტომ რომ ისე ხშირია, რომ 1 საათს ნაკლებ დროში ვერ ატევ იმ საკვების მიღებას. წინ გიზიარ ადამიანი, ვინც წონა ვერ დაიკლო, პირიქით რომ მოხსნა ეს კვება, იმდენად გაზრდილი ქონდა ულუფის პორცია და დარღვეული ქონდა საკვების კონტროლის ნაწილი, რომ წონის მატებაში წავედი. ანუ რის თქმა მინდა. binge eating-ი არსებობს ესეთი მიმართება, დიდი ულუფის ერთიანად საკვების მირთმევა და ადამიანებს, ვისაც ემოციური კვების ეს ნაწილი წინ წამოწეული აქვთ, მათთვის ძალიან დიდი შუალედი კვებათა შორის რეკომენდებული ნაკლებად იქნებოდა ისევე როგორც მოზარდებისთვის, სადაც ერთიანად ეწაფებინა, ხო? ყველაფერი არაფერი პრინციპია, ხო? ანუ ბევრი ბენეფიტი შეიძლება ქონდეს, მაგრამ შეიძლება ბევრი ნეგატივიც ქონდეს იგივე მიმართებით. ხო, მაგრამ ეს კვების კონტროლზე მათ თვითონ შიმშილის პერიოდში რაც მაქვს აკითხული, რაღაცა ფაზა ისინი მოდის პერიოდები, რომ რაღაცა გაახალგაზრდობის პროცესი ხდება, ხო, ორგანიზმში და ეხლა შევეხოთ მაგ წერტილს. ესე იგი, ორი სიტყვით კიდე ერთხელ შევაჯამებ მას, რომ წონის კლებისთვის ეს კვების სტილი არ არის, მაგრამ შეიძლება იყოს გამოყენებული, უბრალოდ თავის თავში წონის კლებას არ გულისხმობს. კალორიულ დეფიციტში თუ არ მოვაკეთე, გამიჭირდება რამეზე ვისაუბრო მაგ ნაწილში. ეხლა რაც შეეხება ფიზიოლოგიურ ბენეფიტებს. უმრავლესობა კვლევების კიდევ ერთხელ არ არის ჩატარებული ადამიანზე, ამიტომ გაგვიჭირდება პასუხისგაცემა. უბრალოდ სანამ პასუხს გავცემთ, მოდი ისევ თეორიაში ჩავიჭრიტოთ და ვთქვათ რა არის გაახალგაზრდობის პროცესი უკან რა დგას. ეს არის ესეთი ფრთიანი ტერმინი აუტოფაგია, რასაც ვწოდებთ, რაც არის უჯრედების თვითმონელება. ანუ წარმოგიდგენთ, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს წარმოქმნის და შლის პროცესები და ასევე ახალგაზრდობის, ანუ დაბერების პროცესში დაშლითი პროცესები აჭარბებს წარმოქმნის პროცესებს და წარმოქმნის პროცესებისთვის აუცილებელი ახალი უჯრედების ხო, ძველი უფუნქციო უჯრედი, ან დაზიანებული უნდა მოვიშოროთ და ამ მოშორებას თვითონვე აკეთებს ხოლმე უჯრედი, განმტკიცებული მექანიზმია, ამ აუტოფაგიით, თვითმონელებით და შემდგომ ახალი უჯრედები გვჭირდება. ანუ თეორიულად ნამდვილად აქვს სარგებელი ამ პროცესის ახალისებას. უბრალოდ რაც არ გვესმის ხოლმე არის ის, რომ ეს აუტოფაგიური პროცესები ისევე როგორც ამინომჟავების ანუ ცილების სინთეზი და დაშლა ეხლაც მიდის ჩვენს ორგანიზმში. ანუ როცა რაღაცაზე ვიძახით რომ იწყება ან მთავრდება, ჰორმონების გამოყოფა იწყება, მთავრდება, არასწორი ტერმინია, ვიძახით ძლიერდება ან იძრგუნება. და ეხლა უკვე კითხვა ისმის, რო ძლიერდება, რამდენად ძლიერდება? შესამჩნევად ძლიერდება, იმდენად ძლიერდება, რომ მომცეს ხანგრძლივ პერსპექტივაში დადებითი, ამაზე სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს, მაგრამ თეორიულად მე სიმპათიურება, როგორც საუნდაზე მოგიყევით წეგან, ეს კონცეფცია, რომ კვებათა შორის ადეკვატური შუალედის დაცვა დამეხმარება ხანგრძლივ ბედნიერად ცხოვრებაში. ოღონდ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რომ ყველა ბენეფიტი, რომელიც სიცხის გახაზრულებაზეა, მათ შორის სვირთხის მოდელში, არის მაშინ, როცა ხდება ადეკვატური კვებათა შორის შუალედის დაცვა, ანუ ეს ფასტინგის დაცვა და პლუს კალორიების ნორმალიზება. მცირედი დეფიციტით, რაღაც ასაკის შემდგომ. ანუ მე თუ კალორიების პროფიციტში წავედი, მიუხედავად ჩემი კვებათა შორის შუალედებისა, ნეგატივი მაინც გადაწონის. ასე რომ, ყოველთვის ყველა აი ამ ნეგატივს მათ შორის ღვიძლის გაცხემონებაზე ყველაფერზე ვიძახით, რომ ეს და კალორიული პროფიციტი. ანუ კალორიული პროფიციტი არის უკვე ინდივიდუალური, შესაბამისად რამდენი ენერგიას გავცემ და ჩემთვის თუ 24 საათიანი ფასტინგი გახდა მწყარო და მიზეზი იმის, რომ ჰიპოდინამიაში იყო მთელი დღე. ეხლა უკითხვა ისმის, ბენეფიტს უფრო მეც ვიღებ თუ ნაკლებს. ანუ აქაც ფასტინგი არ არის ახალი ცნება, 6 საათს მერე ჭამა ინტერვალური კვებაა, 24 საათიანი და მეტი ფასტინგები არაერთი რელიგიური პრაქტიკის ნაწილია, ან კონკრეტული ტიპის საკვებისგან შეზღუდვა მარხვის ნაწილში, ცხოველური პროდუქტების შეზღუდვა, ამას თავისი რელიგიური საფუძველი უდევს, რომელიც ასახული იყო შემდგომ ქმედებაში. აი, ამას თუ გავუყვებით,
ძალიან მესიმპათიურება, ზოგადად მსგავსი კონცეფცია, უბრალოდ ადამიანის მოდელზე ნაკლები კვლევები მაქვს, ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ფასტინგიც იყოს არჩევანი და კონტროლირებადი და არც ეს არ ავიყვანო პედესტალზე და ვიტყოდი, რომ უმრავლესობა ქალისთვის 12-14 საათიანი შუალედი იქნებოდა ის, რასაც ურჩევდი, იმიტომ რომ რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის ანეკდოტურად ცნობებით ვიცით, რომ შეიძლება ფასტინგში ვიყო, კალორიული დეფიციტი გავაკეთო, ქრონიკული კარდიო გავაკეთო და თვის ბოლოს მენსტრუალური ციკლი ან ამერიოს, ან ამინორია დამეწყოს, ანუ შეწყდეს ერთი თვით გამოვტოვოთ, რომელიც ნიშნავს, რომ იმაზე მეტი სტრესი მივიღეთ ამ თვის განმავლობაში, რომელიც გვჭირდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კაცები ესე მარტივად ვერ აღვქვათ ხოლმე ამ სტრესს და სანამ რამე დეფიციტი არ დადგება, იქამდე მიუყვებით ჯიუტად. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს გოგონებისთვის სერვისის ინდიკატორია მათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების. ამიტომ ქალებს და შემთხვევაში 10-12-14 საათი, მამაკაცების შემთხვევაში ვიტყოდი 14-16 საათი უსაფრთხო შუალედი იქნებოდა სწორედ ამ ჰორმონალური განსხვავებების გამო. თუმცა რა გამოდის? გამოდის ის, რომ მე თუ დაძინებამდე 3 საათი ადრე კვების რეგულაცია დავიცავი და გაღვიძებიდან მაშინ უყვება არ მიყვარს, თურმე 14-12 საათიან ფასტინგს ისედაც გავაკეთებდი. ანუ აქ შემოდის უკვე ეს ყველა ბენეფიტი და მე თუ ეს უბრალოდ გადავწყვიტე, ნიშნავს იმას, რომ თუ უბრალოდ წამომიარა დაძინებამდე 9 საათი ადრე და შოკოლადი მომინდა, არ შევჭამ იმიტომ რომ ვიტყვი რომ ფასტინგზე ვარ, ბენეფიტია ცალსახა. ანუ გადაწყვეტას მოხდება ხოლმე მეტი კონტროლი და ამ შემთხვევაში ცალსახა ბენეფიტია. ხო, ანუ რაღაცა 24 და 48 საათიანებს რო ჩემ ხოლმე თქვა რა ყოველდღე არა, ანუ კი არა და ხშირად არა, თქვა თვეში ერთხელ მისთვის. ხო, მანდ არის ხო აი ძალიან სუბიექტური შეგრძნებები მგონია, რომელსაც შეუძლია რომ ადამიანზე გავლენა მოახდინოს, ხო? ეხ გუშინ უყევოთ თორნიკეს, რომ ძალიან ბევრი მაგალითებია 40 დღიანი შიმშილი წყალზე ვარ. ანუ მე სიმართლე გითხრათ, ბევრ შემთხვევაში მიზანს ვერ ხვდები ხოლმე. მე ზოგადად მაინტერესებს ხოლმე ხშირად ვკითხულობ ამას, რომ მიზანი რა გაქვს, ოდესაც შენ ამას აკეთებ. აი რაღაც სხვაგან გავდივარ, ანუ რელიგიური თვალსაზრისით და რაღაც შემეცნების თვალსაზრისით თუ აკეთებ, გავიგე, მაგრამ წონის კლება სთან მიმართებაში მგონია, რომ არასწორი გადაწყვეტილება არის ხოლმე, ესე გრძელვადიან პერსპექტივაში შენ თუ ამ ყველაფერს აკეთებ. მე რო ხოლმე ვკითხავს, რომ აი ყველაზე ბედნიერად და ჯანმრთელად, აი შენს გარშემო ყველას ვეკითხები ხოლმე, რომ ოკეი, ყველაზე ბედნიერად და ჯანმრთელად შენს გარშემო როგორი ადამიანი გამოიყურება, რომელიც რომელი კვების სტილს მისცემს. აი უმეტესობას დააკვირდი, ვინ გამოიყურება უფრო ბედნიერად, ვინ არის უფრო ხალისიანი და როგორი კვებითი ჩვეულებები აქვს. ანუ თუ უმეტესობა ადამიანების ბედნიერები არიან რაღაცა კონკრეტ პირობითად კეტო დიეტით და მათი ორგანიზმიც გადასარევად ფუნქციონირებს, ოკეი, ესე იგი კეტო არის ჭეშმარიტება, ხო? რაღაცა დიდი დოზით, ხო? და ადამიანების ორგანიზმის უმეტესობა მოწყობილი არის კეტოზე. თუ აღმოჩნდება, რომ სხვა მიმართულებები არის, ანუ ჩვეულებრივად იკვება, ბევრს არ ფიქრობს რაღაცეებზე, ხო? ესე იგი ნაკლები ფიქრი გვჭირდება იმაზე, როგორ ვიკვებოთ. ხო. ხო, აი ცოტა ფილოსოფიური ჭრილიც არის ხოლმე ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ მეტი ანალიზი არის ხო ეგ. ფილოსოფიაში, ანუ რაღაც ისეთში უნდა გადავიდეთ, რაც რისიც ბოლომდე არ გვესმის, როცა ყველა მეუბნება, რომ ნებისმიერი კვების სტილი ერთი და იგივე შედეგს მაძლევს, ერთი და იგივე კალორიული მოხმარების ფონზე და მთავარია რომელი დიეტა, ანუ კვების სტილი არის ჩემთვის ყველაზე ახლო საყვარელი, რომელსაც შევინარჩუნებ, ანუ რომელთან მაქვს ყველაზე დიდი მიჯაჭვულობა. ასე რომ ამას გვქონდა მოკვლევები, შესაბამისად დავდივართ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია თავისი პრინციპით. კი ბატონო, ჯანმრთელობა არის მთავარი და ჯანმრთელობასთან ერთად ის ვიზუალი და ასე შემდეგ ყველაფერი შემდგომი. ხო, კარგი, კიდე იყო რაღაც კითხვები, მაგრამ ეხლა თუ შემდეგი ჩაწერა იწყება სტუდიაში და კიდე ორი შეკითხვა მაშინ ვარჯიშს რაც ეხება. ერთი არ მაინტერესებს თუ აქვს აი კალორიების დაწვისთვის ყველაზე ოპტიმალური რომელი არის, თქვა, რაღაც ბევრი კარდიოს კეთება თუ კარდიოს და წონი შეფარდება თუ, თქვა, რაღაც ინტენსივობის გაზრდა თუ აი რაღაც ესეთი სტანდარტულად ყველაზე რაღაც 3 საათი ყოფნა დარბაზში თუ 40 წუთით მიხვიდებლად მაღალი ინტენსიური ვარჯიში გააკეთო, წამოხვიდე თუ ხო, ნახე ინტენსივობას აქვს სხვადასხვა განმარტება სხვადასხვა სპორტში. მოკლედ პულსზე გავაკეთოთ ჩვენ ახლა აქცენტი და ვთქვათ, რომ კარდიო გულისხმობს, კარდიოვასკულარული სისტემას ავარჯიშებ. ერთჯერადად კარდიოს კეთების დროს ჩვენ თუ გაქვს მაღალი ტემპი,
თავისთავად უფრო მეტ კალორიას ხარჯავ, მაგრამ არ არის ეს გახდომისთვის ოპტიმალური საშუალება. ბევრად ნაკლები კალორია შენ შეიძლება დახარჯო ძალისმიერი ვარჯიშის დროს, რასაც გეწონებით ვარჯიშს, რასაც ეძახით, მაგრამ აღდგენის პროცესში, ენერგიის ბალანსის აღდგენის პროცესში ორგანიზმი უფრო მეტს მოიხმარს, უფრო მეტ მაკრო და მიკრონუტრიენტს მოიხმარს და შესაბამისად წონის კლება უფრო გამოხატული არის ხოლმე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ კარდიოს შენ თუ აკეთებ, იმიტომ რომ ფსიქოლოგია, ანუ კარდიოზე ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ მისთვის ეს ფსიქოლოგია განტვირთვაა, სხვა პროცესებია და გულსისაფრთა სისტემის ვარჯიში. აუცილებელია და ძალისმიერი ვარჯიში. აი ეს ამ ორი ვარჯიშის მიქსი არის ყველაზე ისეთი რა. ხო. ხელშესახები და მაგალითები, რომლებიც გვეუბნება, რომ ადამიანმა შეძლო წონის კლება. უბრალოდ ძალისმიერი ვარჯიშის მერე წავედი და კარდიო გავაკეთე, არა, ეს უნდა იყოს ცალ-ცალკე ვარჯიშები. ხო, მე ანუ ძალისმიერის მერე კარდიო არ მე გამიგია, რომ 5-10 წუთი მერე კიდე კარგი არის ბოლოში. არა, საერთოდ ცალკე უნდა იყოს გატანილი კარდიოს ვარჯიში. თუ არჩევანი მაქვს ისეთი რომ ერთ დღეს უნდა მქონდეს, მაშინ ჯობია რომ დაიწყო კარდიოთი. ზოგადად დაიწყო, გულსისაფრთა სისტემა კი ოკეი, გავავარჯიშოთ, სისხლი გავათხევოთ, რაღაცა უკეთესად წარიმართოს საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის მიწოდება და შემდეგ დავიწყოთ უკვე ძალისმიერი ვარჯიშები. კარგი და კიდე ერთი უკვე პირადად მაინტერესებს შენც ახსენე რომ ხერხემლის ტრავმა ქონდა და ამ ტრავმით ვარჯიშობდა მეც მაქვს რა ხერხემლის ტრავმა და რა ვარჯიშებია ესეთი თუ რაღაცა ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რომ აი უნდა შეძლო უნდა წარმოვიდგინოთ ახლა მანდ არის უკვე ანატომიის ნაწილი შემოდის რომ ხერხემლის გარშემო განთავსებული ანუ ზურგის უკანა ზედაპირზე განთავსებული კუნთები რომლებიც ძალიან ბევრია ვიღაცისთვის მარტო უგანიერესი არის ხოლმე ვიღაცისთვის ტრაპეცია ამ დროს დაახლოებით 7 შრეზეა ჩალაგებული ანუ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად არის განლაგებული კუნთები, რომლებსაც აქვს თავიანთი ფუნქცია. ძირითადად ვთქვათ, რომ ხერხემლის სტაბილიზაცია, გამართვა, გვერდზე გადახრა ასე შემდეგ. და ქვედა კიდურებთან არის დაკავშირებული მათი უმეტესობა მენჯის სარტყელთან. შესაბამისად, ფეხიდან წამოსული ვარჯიშები და ზურგის ვარჯიშები არის აუცილებელი. ეს ვიზუალურად თუ არ გაჩვენე, აი თეორიაში ესე გამოიყურება. ყველა მაგას ეთქვის, ზურგის კუნთები უნდა გავწევოთ, მაგრამ ზურგის კუნთები უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრია და ასევე ზურგის კუნთები უკავშირდება მენჯს. და მე მოგაის თიაქარსაც ეძახიან, მაგრამ თიაქარამდე არ მისული რა პროტრუზია ქვია, მაგრამ თუ სწორად. კი, რაღაცა შეიძლება ერთი იმით იყოს, დაზიანება იყოს. ხო, რაღაცა რამდენიმე მილიმეტრით დისკის ხერხემლის დისკი არის გაგანიერებული და ნუ ისეთ კიბლები მქონდა, კალაბრის თამაშიც მიყვარს და კალაბრიც როგორ ვთამაშობ ხა, ნუ ეხა უკეთესად მაქვს ზურგი ვიდრე მაშინ. ხო, ბალანსში უნდა მოვიდეს აი ზურგის კუნთები და წინა ზედაპირის, ანუ უკანა ზედაპირის და წინა ზედაპირის კუნთები და მე დარბაზში რომ ხო რამდენი ვარჯიშო. შესაძლებელია თქვა რომ ისე ვარჯიშო და თქვა ისე გავიძლიერო რომ მე კალაბრიც ვთამაშო? კი, 7 მალა მქონდა გაბზარული. მართლა? კი. ანუ იმედი არის რაღაცა. ხო, ნუ ვერ დავდი, არა, ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მაგის, ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მაგის და ნებისმიერ ქვეყანაში ყველა გეუბნება რომ შენ საბოლოო ჯამში უნდა გაამაგრო კუნთები და დაუბრუნდე ჩვეულებრივი ცხოვრების წესს. მათ შორის არის ახლა ცოტა ისეთი მიდგომებიც არის ხოლმე აი დიდი წონებით მაგალითად შეხტომების კეთება იმისთვის რომ კომპრესიამ პირიქით წარმოქმნას უკეთესი გამძლეობა და ბევრი მიდგომა არის ხო ამაზე მაშინ ცალკე გითხოვ რჩევებს კარგი დიდი მადლობა რამე იყო საკითხი რასაც შეიძლება და შევეხოთ და მსმენელისთვის საინტერესო იქნებოდა და გამოჩამე ეს და ბევრი სხვა თემები თვითონ 3 საათიან ლექცია გოგაშლა და კიდე არ ყოფნის ასე რომ ბევრი სხვა თემაა. კარგი, მაშინ ესე იგი მოკეთ თქვენ როგორ ასე თქვენ საკონტაქტო ლინკებს აღწერაში მივთითებთ თქვენ სოციალურ ქსელებს და სწორად იმას თუ პროგრამაში როგორ უნდა ჩაერთოს და როგორ მიიღოს მონაწილე როგორ მოვიდეს თქვენთან და მიიღოს ეს განათლება და წოდნა. მადლობა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბევრი რაღაცა მეც აღმოჩნდა რომ არასდროს წოდნია და მეც მადლობა აყურებელს. მადლობა შენ და შენთვის მაქვს მცირედი საჩუქარი ფიზიკური აქტივობების გასაზრდელად. ვა, ეს არის ეს არის შერაც გონია და შერაც უი. ზომა გარკვეულია. ესე იგი დაგიფიქსირებიათ ამის იმას ვაპირებ და ყიდვას მოვიზომე ესა და ვა, ეხლა უკვე გამოცვლა მიწევდა რა, ჩემს ცოტა დაძურდა და ვა, ძალიან დიდი მადლობა.
იქით მადლობა რომ მოგვიწვია და ამ თემით რომ დაინტერესდა. ხო, უკვე ამითი მოვა. სავარჯიშოთ. კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან მადლობელი ვარ, რომ გამოხატავ ხა ეს ძალიან გამიხარდა ახალი ხალხათმანები. მადლობა სოკას ჩვენ ხარდამჭერს და მადლობა ვინც გვისმენთ, შევხვდებით ერთ კვირაში. ოკეი.